საღამო მშვიდობისა, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპარლამენტში დღევანდელ კონფერენციაზე ნანოპლასტმასი, ფარული კავშირები და მზარდი რისკები ადამიანის ჯანმრთელობისა და კლიმატის სტაბილურობისთვის. აღნიშნული კონფერენცია ორგანიზებულია პოლიტიკური ჯგუფის პატრიოტები ევროპისთვის და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ალატრას მიერ. მეცნიერება ანონიმური არ არის. გაუბედე და ეს ფრაზა წარმოთქვი და დავწერე, როდესაც დასაბუთებულად ვუარყოფდი ევროკავშირის მიერ 2040 წლისთვის სადგურის გაზების ემისიების შემცირების ახალდაგეგმილი მიზანს. ახალი კლიმატური მიზნის უარყოფას. და როდესაც ამის თქმა გაუბედე, პროგრესულმა წრეებმა სასტიკად შემომიტიეს. რატომ? იმიტომ, რომ ეჭქვეშ დავაყენე ევროპული კლიმატური ბიბლია, რომელიც ამბობს, ევროპამ რაც შეიძლება მალე და სწრაფად უნდა შეამციროს სადგურის აირები, მიუხედავად ხარჯებისა, მიუხედავად დამატებითი ღირებულებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირის გარეთ სხვა ქვეყნებში და მიუხედავად იმ ნიშნებისა, რომ არსებობს სხვა ელემენტებიც, ადამიანის მიერ გამოწვეული, რომლებიც ასევე მონაწილეობენ კლიმატურ სტაბილურობაში. ეს ყველაფერი კი სრულიად იგნორირებულია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პატრიოტები ევროპისთვის ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ დაუგეგმოთ რამდენიმე შეხვედრა, რათა განვიხილოთ კლიმატური სტაბილურობის, კლიმატის ცვლილების, მდგრადობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა ურთიერთკავშირი და სირთულე. და დღევანდელი პირველი თემა არის ნანოპლასტიკი. რატომ? იმიტომ, რომ ნანოპლასტიკი მიკროპლასტიკთან შედარებით იმდენად მცირე ზომისაა, რომ მისი შეღწევა უჯრედებსა და ქსოვილებში გაცილებით ადვილია. ასევე ის გავლენას ახდენს, მაგალითად ოკეანეების მიერ CO2-ის შთანთქმაზე, რადგან ცვლის ზღვის დონეზე არსებული მიკროფლორის სასიცოცხლო აქტივობას. მარტივად რომ ვთქვათ, ნანოპლასტმასი არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, არამედ კლიმატის ცვლილებისთვისაც აქტუალურ პრობლემად იქცა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია ამ დებატების გამართვა. ახლა კი ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო დღევანდელ მომხსენებლებს. ნება მომეცით წარგიდგინოთ ორი გამომცვლელი შესავალი სიტყვით: მარკ ბერნსი, პასტორი, ინიციატივა სულიერი დიპლომატების თავმჯდომარე და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპარლამენტში. მარინა ოვცინოვა, ასევე შეერთებული შტატებიდან საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა ალატრას პრეზიდენტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. შემდეგ გამოვლენ ექსპერტთა ჯგუფი ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრიდან, ალექსანდრე მასნი, ბიოქიმიკოსი. მოგესალმებით. ანა კოტლიარი ისრაელიდან, გეოლოგიისა და გეოგრაფიის სპეციალისტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემს მარჯვნივზის დოქტორი კარა ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი. მოგესალმებით. დოქტორი ჯონ ანი ამერიკიდან, ქიმიური ინჟინერიის მაგისტრი, ისევე როგორც მე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, პროფესორი ანტონიო რაგუზა იტალიიდან, მიან გინეკოლოგი, პირველი მეცნიერი, რომელმაც დაამტკიცა მიკროპლასტიკის არსებობა ადამიანის პლაცენტაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენი ორი კოლეგის შესავალი სიტყვის შემდეგ გაიმართება დებატები 4 ბლოკად, ამიტომ დავამტკიცოთ ერთი მარტივი ორგანიზაციული წესი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს და გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში. მოდერატორის რანგში ჩარევა მომიწევს, ახლა კი სიამოვნებით გადავცემ სიტყვას მარკ ბერნსს. ბატონო ბერნს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპარლამენტში. სიტყვა თქვენია. დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, მადლობა პარლამენტის წევრებს, პატივცემულ ბატონებს და თავისუფლების მოყვარე ყველა შესანიშნავ ადამიანს მთელ მსოფლიოში. მე ვარ პასტორი მარკ ბერნსი და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.
ქალბატონებო და ბატონებო, საფრთხეების უმეტესობა, რომლისას ჩვენ გვეშინია, არის ის, რისი დანახვაც შეგვიძლია, ცეცხლი, კვამლი და ბინძურებულიცა. მაგრამ დღეს მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რაზეც ალატრა მიაპყრო ჩემი ყურადღება და რა გახდა ჩემი გლობალური სულიერი დიპლომატიის ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი სფერო. ეს არის პაწაწინა ნაწილაკები, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ. შესაძლოა ისინი უკვე ჩვენში იყვნენ და შესაძლოა მათ უკვე შეაღწიეს ჩვენს ორგანოებში და ეს ნანოპლასტიკაა. ნანოპლასტიკები პლასტმასის ფრაგმენტებია, რომელთა ზომა ნანომეტრებს შეადგენს და ადამიანის თმის სისქეზე 1000 ჯერ პატარაა. ისინი უხილავნი არიან, მათი თავიდან აცილება ადვილი არ არის და სწორედ ეს ხდის მათ ყველაზე საშიშს. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პლასტიკი რევოლუციური, იაფი, გამძლე და მოსახერხებელი მასალაა. ჩვენ არ გვითხრეს, რომ პლასტიკი არასად ქრება. ის არ განიცდის ბიოლოგიურ გახრწნას. ის უბრალოდ იშლება უფრო და უფრო პატარა ნაწილებად. ბოთლი ხდება ფრაგმენტები, პატარა ფრაგმენტები ხდება მიკროპლასტიკი, მიკროპლასტიკი ხდება ნანოპლასტიკი და როდესაც პლასტიკი ამ ზომას აღწევს, ის წყვეტს უბრალოდ ნაგვად ყოფნას და ხდება ბიოლოგიური მასალა. რადგან ნანოპლასტიკი იმდენად მცირეა, მას შეუძლია გაიაროს უჯრედის მემბრანები, შევიდეს სისხლის მიმოქცევაში და გადაადგილდეს ორგანოებისკენ. ბოლო კვლევებმა პლასტიკის ნაწილაკები აღმოაჩინა ადამიანის სისხლში, ფილტვებში, ღვიძლში, პლაცენტაში და ტვინის ქსოვილშიც კი. ეს აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა. ეს ადამიანის ჯანმრთელობის საკითხია. რამდენად დაქვემდებარებულები ვართ ყველანი ამ გავლენის მიმართ. რამდენად საშიშია ეს ჩვენთვის. ჩვენ მას ვსუნთქავთ, ვსვამთ და ვჭამთ. ნანოპლასტიკი ნაპოვნია ჩამოსასხმელ წყალში, ონკანის წყალში, ზღვის პროდუქტებში, მარილში, ხილში, ბოსტნეულში და ჩვენს სახლებშიც კი, იმ ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ. ყოველ ჯერზე, როდესაც პლასტიკი ცხელდება, ირეცხება ან მზის შუქის გავლენით ცვდება, მიკროსკოპული ნაწილაკები მისგან ცვივა. სინთეტიკური ტანსაცმელი მათ რეცხვისას გამოყოფს. საბურავები მათ გზებზე ტოვებენ. საკვების კონტეინერები მათ გაცხელებისას გამოყოფენ. ეს ზემოქმედება არ არის შემთხვევითი, ეს ყოველდღიურია. ახლა კი მწარე სიმართლე. მეცნიერებას არ შეუძლია აღყვეს განვითარებად სიტუაციას. ნანოპლასტიკის გაზომა უკიდურესად რთულია, მაგრამ ადრეული კვლევები ღრმად შემაშფოთებელია. ისინი აჩვენებენ, რომ ნანოპლასტიკს შეუძლია გამოიწვიოს ანთება. მას შეუძლია დააზიანოს უჯრედები, დაარღვიოს ჰორმონალური სისტემები და ხელი შეუშალოს ორგანოების ფუნქციონირებას. მათ ასევე შეუძლიათ დააზიანონ ნაწლავის მიკრობიომი, სისტემები, რომლებიც არეგულირებენ იმუნიტეტს, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ფსიქიკური ჯანმრთელობაც კი. არსებობს შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი. ნანოპლასტიკი მოქმედებს როგორც გადამტანი. ის იკავშირებს ტოქსიკურ ქიმიკატებს, პესტიციდებს, მძიმე ლითონებს და ეგრეთ წოდებულ მარადიულ ქიმიკატებს. მას შეუძლია ეს ტოქსინები პირდაპირ ჩვენს უჯრედებში გადაიტანოს. ასე რომ ისინი მხოლოდ კი არ აბინძურებენ, ისინი ამრავლებენ საფრთხეს. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო აღმოჩენა არის მათი პოტენციური გავლენა ადამიანის ტვინზე. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ნანოპლასტიკს შეუძლია გადაკვეთოს სისხლის მიმოქცევის სისტემა და ჰემატოენცეფალური ბარიერი. ეს ბარიერი არსებობს ჩვენი ყველაზე სასიცოცხლო ორგანოების დასაცავად უცხო ნაწილაკებისგან. რა მოხდება, თუ ეს ნაწილაკები შეაღწევენ? ჩვენ სრულიად ახალ ტერიტორიაზე შევდივართ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, პლასტიკის ნაწილაკები აღმოჩენილია პლაცენტაში, რაც ნიშნავს, რომ ზემოქმედება დაბადებამდე იწყება.
კაცობრიობის ისტორიაში პირველად ჩვენ შესაძლოა გადავცემთ სინთეზურ დამაბინძურებელს მომავალ თაობას მანამ, სანამ ისინი პირველად ჩაისუნთქავენ. ნანოპლასტიკი მხოლოდ ჩვენით არ შემოიფარგლება. ის მოძრაობს ჩვენს ეკოსისტემაში. თევზები ჭამენ პლანქტონს, ფრინველები ჭამენ თევზს და საბოლოოდ ჩვენც მათ მივირთმევთ. ისინი ცვლიან ნიადაგის ჯანმრთელობას. ისინი ხელს უშლიან მცენარეების ზრდას. ისინი არღვევენ მიკრობიოლოგიურ სისტემებს, რომლებზეც დამოკიდებულია სოფლის მეურნეობა. ეს არის პლანეტარული საშიშროება უმაღლესი დონის და დარწმუნებული ვარ. უფრო მეტიც, პლასტმასის ნაწილაკების მცირე ზომის გამო, არსებული დამცავი აღჭურვილობის უმეტესობა მათგან არ იცავს. სტანდარტული საყოფაცხოვრებო ფილტრები არ არის შექმნილი ნანომასშტაბის ნაწილაკების რეგულარული და საიმედო დაკავებისთვის. სტანდარტული ჰაერის გამწმენდები არ არის გათვლილი მათ საიმედოდ მოსაცილებლად არც ჩვენი ჰაერიდან და არც ჩვენი ყოფიერებიდან. როგორც კი ეს ნაწილაკები შედიან ქსოვილში, ცოცხალ ქსოვილში, პრობლემა კიდევ უფრო რთულდება. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ გაანთავისუფლოთ ნანოპლასტიკის სხეულის უჯრედიდან. თქვენ ვერ შეძლებთ მარტივად გამოიყვანოთ ის, რამაც უკვე გადაკვეთა ბიოლოგიური საზღვრები. და ის გადაწყვეტილებებიც კი, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვენდობით პლასტიკის ნარჩენებთან ბრძოლაში, პრობლემის ამ ნაწილს ვერ ჭრის. გადამუშავებამ რესაიკლინგმა შეიძლება შეამციროს ხილული ნარჩენები, მაგრამ ის ვერ აქრობს პლასტიკს, რომელმაც უკვე დაიწყო ფრაგმენტაცია, გაფანტვა და ჰაერში შეღწევა. ეს ნიშნავს შემდეგს: ხვალ პლასტიკის წარმოებაც რომ შენელდეს, ეს ვერ გააუქმებს იმ ზემოქმედებას, რომელიც უკვე დაწყებულია. ეს არ არის პრობლემა, რომელსაც უბრალოდ გამორთავთ. და სანამ ზემოქმედება გრძელდება, ხოლო მისი გაგება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, რისკები თეორიულ ეტაპზე არ რჩება. ისინი გროვდება ეკოსისტემებში, ადამიანის სხეულებში და პოტენციურად თაობებში. სწორედ ამიტომ ამ საკითხის გაცნობიერება ხდება პასუხისმგებლობა ყველა ადამიანის უფლებისთვის, ყველა ადამიანისთვის, რათა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე. ის გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე, მიუხედავად თქვენი რასისა, კანისფერისა, რელიგიისა თუ ეკონომიკური სისტემისა. ის ზემოქმედებს მთელ კაცობრიობაზე. სწორედ ამიტომ ვარ აქ როგორც სულიერი დიპლომატი, რათა გავუზიარო ეს საგანგაშო გზავნილი მათ, ვინც გვისმენს რაღაც უნდა გაკეთდეს. ჩემთვის ნამდვილი პატივია თქვენს წინაშე ყოფნა, მოსმენა და იმ ერთ-ერთხმად ყოფნა, რომელიც 911-ს აცხადებს. ნანოპლასტიკი უნდა გახდეს მთავარი თემა და მე ძალიან აღელებული ვარ იმის მოლოდინით, რომ მოусმენ ამ შესანიშნავ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ ამ პრობლემის, ნანოპლასტიკის გადაჭრის გზა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, პასტორო ბერნს, თქვენი შთამაგონებელი შესავალი სიტყვისთვის. ახლა კი ჩემთვის დიდი პატივია სიტყვა გადავცე მარინა უცინოვას, ალატრას საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზიდენტს. ქალბატონ, თქვენ სიტყვა. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო კნოტეკ, პარლამენტის პატივცემულო წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, ევროპული დემოკრატიის გულში და მქონდეს შესაძლებლობა განვიხილო ასეთი მნიშვნელოვანი თემა. მადლობა თქვენ, ბატონო კნოტეკ, ნანოპლასტიკის თემის საპარლამენტო დონეზე წამოწევისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ნამდვილად იმედი მაქვს, როგორც პასტორმა ბერნსმა აღნიშნა, რომ ადამიანები ფოკუსირებას მოახდენენ ამ საკითხზე და გააგრძელებენ კვლევას. მე წარმოვადგენ საერთაშორისო საზოგადოებრივ მოძრაობა ალატრასს. ეს არის მოხალისეთა საერთაშორისო თანამეგობრობა 180 ქვეყნიდან, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, კვლევარებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს. ალატრას საქმიანობა ფოკუსირებულია კლიმატური გეოდინამიკისა და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი რისკების ყოვლის მომცველ შესწავლაზე, რაც ზრდის სამეცნიერო ცნობიერებას ამ საფრთხეების შესახებ. ჩვენი მუშაობის საერთაშორისო განზომილება ხორციელდება საკვანძო გლობალურ პლატფორმებში მონაწილეობით.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი წევრები მონაწილეობდნენ COP16, COP29, COP30-ში, ასევე გაეროსა და EUTOS სხვადასხვა ღონისძიებებში. 2026 წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში პასტორ მარკ ბერნსის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სულიერი მრჩევლის, ხელმძღვანელობით და მისი ინიციატივის სულიერი დიპლომატიის წყალობით, ალატრას პლატფორმაზე შეერთებული შტატების კაპიტოლიუმსა და კონგრესის კომპლექსში ჩატარდა მაღალი დონის ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების სერია. ჩვენი მუშაობის სამეცნიერო განზომილებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი კვლევითი პლატფორმა, ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრი. ეს არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული შეერთებულ შტატებში, როგორც 501 არაკომერციული ორგანიზაცია და ასევე შეყვანილია ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში. დღევანდელი კონფერენცია ეფუძნება 2025 წლის ანგარიშს ნანოპლასტიკი ბიოსფეროში, მოლეკულური ზემოქმედებიდან პლანეტარულ კრიზისამდე, რომელიც მომზადებულია ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია გაგიზიაროთ, რომ ამ ანგარიშის შექმნის ერთ-ერთი შთაგონება გახდა რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო კურთხევა, რომელიც ალატრა 2024 წელს მიიღო ჩვენი გარემოს დაცვითი საქმიანობის აღიარების ნიშნად. ხოლო 2025 წელს პაპმა ლეო მე-14-მ ასევე დალოცა ალატრას მოხალისეები. წმინდა საყდრის მორალურმა მხარდაჭერამ მიკრო და ნანოპლასტიკის შესახებ ჩვენი ცენტრის მიერ ჩატარებულ მრავალწლიან ინტერდისციპლინურ კვლევებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო პოპულარულ დოკუმენტურ ფილმს ნანოპლასტიკი, საფრთხე სიცოცხლისთვის, რომლის პრემიერაც 2025 წლის ნოემბერში შედგა. ფილმმა მას შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მათ შორის ჯილდოები მანჰაიმის ფესტივალზე, ლონდონის დამოუკიდებელი კინოფესტივალსა და Latitude Film Awards-ზე. ასევე დღეს ჩემთან ერთად არიან ჩვენი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან. თქვენ უნდა გესმოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ გაცილებით ფართო საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის მხოლოდ ნაწილს, რომელიც მოიცავს ექსპერტებს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტებიდან. ისინი აქ იმყოფებიან ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის კოლექტიური კვლევის შედეგებისა და ანალიტიკური დასკვნების წარსადგენად. ეს მოიცავს მიკრო და ნანოპლასტიკის გავრცელების პოტენციური შედეგების ყოვლისმომცველ შეფასებას ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოსისტემის მთლიანობისთვის. ჩვენ მოუწოდებთ ყველა მონაწილეს ჩაერთონ პროფესიულ, პასუხისმგებლიან და კონსტრუქციულ დიალოგში ამ საკითხზე, კეთილსინდისიერების და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი, ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავარი მომხსენებელი, დოქტორი ჯონ ანი, ქიმიური ინჟინერიისა და მდგრადი ტექნოლოგიების ექსპერტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის, ინსაიდის ბიზნესის ადმინისტრირების და ბერკლის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის ფარგლებში ის ფოკუსირებულია პლასტიკის გარემოზე ზემოქმედებაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და პლანეტარულ სისტემაზე. დოქტორო, ან თქვენ სიტყვა. პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო. გმადლობთ აქ ყოფნის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად ვისაუბრო ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის სახელით. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ თემა, რომელიც ბოლო დრომდე აღიქმებოდა უპირატესად გარემოს დაცვით საკითხად, მაგრამ ახლა სულ უფრო აქტუალური ხდება მედიცინისთვის, კლიმატის მეცნიერებისა და საჯარო პოლიტიკისთვის. ეს თემაა მიკრო და ნანოპლასტიკი და მათთან დაკავშირებული მზარდი რისკები. 10 წლეულების განმავლობაში პლასტიკით დაბინძურება ხილულ პრობლემად გვეჩვენებოდა, ბოთლები სანაპიროებზე, ნარჩენები ოკეანეებში, ნაგავი ნაგავსაყრელებზე.
თუმცა ბოლო აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ახლა ვლინდება იმ მასშტაბებში, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მიკრო და ნანო მასშტაბებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლასტიკი ადვილად არ განიცდის ბიოდეგრადირებას. მზის რადიაციის, ტემპერატურული მერყეობისა და მექანიკური ზემოქმედების შედეგად გაქრობის ნაცვლად, პლასტიკური მასალები განუწყვეტლივ იშლება უფრო და უფრო პატარა ნაწილებად. პლასტიკი არ ქრება, ის იცვლის მასშტაბს, ხოლო როდესაც მასშტაბი იცვლება გარემოსთან მისი ურთიერთქმედების ბუნებაც. დღეს ეს ნაწილაკები გვხვდება საკვებში, რომელსაც მივირთმევთ, წყალში, რომელსაც ვსვამთ და ჰაერშიც კი, რომლითაც ვსუნთქავთ. ისინი აღმოჩენილია ყველაზე დაშორებულ ადგილებში, ხელუხლებელი მთის რეგიონებიდან ოკეანის სიღრმეებამდე და ადამიანის ორგანიზმშიც. ჩვენს დისკუსიას დავიწყებთ ფუნდამენტური კითხვით: რა ხდება მაშინ, როდესაც გამძლეობისთვის შექმნილი სინთეზური მასალა ხდება გარემოს პრაქტიკულად მუდმივი კომპონენტი და ჩვენი სხეულის ნაწილი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გამოვიყენებთ ინტერდისციპლინურ მიდგომას და საკითხს რამდენიმე სამეცნიერო დისციპლინის ჭრილში განვიხილავთ. თავდაპირველად შევისწავლით, როგორ წარმოიქმნება მიკრო და ნანოპლასტიკი, როგორ ცირკულირებს ის გარემოს დაცვით სისტემებში და როგორ აღწევს და გროვდება ადამიანის ორგანიზმში. შემდეგ განვიხილავთ ჯანმრთელობაზე პოტენციურ ზემოქმედებას და მის მექანიზმებს, მათ შორის იმას, თუ როგორ შეუძლია ზედაპირულ მუხტს გააძლიეროს ბიოლოგიური ურთიერთქმედება. ასევე განვავრცობთ დისკუსიას პლანეტარულ მასშტაბამდე და გამოვიკვლევთ პლასტიკის ნაწილაკების პოტენციურ გავლენას ატმოსფერულ პროცესებზე, ღრუბლების წარმოქმნასა და ოკეანის სითბურ დინამიკაზე. ეს მოიცავს ოკეანის დათბობის ბოლოდროინდელ ანომალიებს, პოტენციურ ურთიერთქმედებას გეოდინამიკურ აქტივობასთან და უფრო ფართო გავლენას ბუნებრივი კატასტროფების ტენდენციებსა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. დღეს მიკრო და ნანოპლასტიკის ზემოქმედება წარმოადგენს კომპლექსურ სისტემურ გამოწვევას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკოსისტემებისა და კლიმატის გადაკვეთაზე. ვერც ერთი ქვეყანა, დისციპლინა თუ ინსტიტუტი ვერ შეძლებს ამის გადაჭრას დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ ჩვენი შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას ერთად განვიხილოთ მტკიცებულებები და განვსაზღვროთ მკაფიო, კოორდინირებული გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცოდნასა და თანამშრომლობაზე. ამით ჩემთვის სასიამოვნოა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი მომხსენებელი, ქალბატონი ანა კოტლიარი ისრაელიდან. ქალბატონი კოტლიარი ფლობს ხარისხს ეკოლოგიაში და არის ალატრახტს გლობალური კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საკონსულტაციო და კვლევითი საბჭოს წარმომადგენელი. ქალბატონო კოტლიარ, თქვენ სიტყვა. მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. გმადლობთ. პლასტიკი აღარ არის ბუნებრივი გარემოსგან განცალკევებული ნაწილი. ის უკვე მოქმედებს მის შიგნით და თანდათან ანადგურებს ბუნებრივ პროცესებს. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, წარმოებულია 9 მილიარდ ტონაზე მეტი პლასტიკი. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მასალა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ტრანსპორტითა და ავიაციით დაწყებული, მედიცინით, კოსმეტიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დასრულებული. თუმცა მთლიანი მოცულობის 10%-ზე ნაკლები გადამუშავდება, ხოლო ძირითადი ნაწილი გარემოში გროვდება. მაგალითად, პლასტიკის ბოთლი დროთა განმავლობაში კი არ ქრება, არამედ იშლება ქვიშის მარცვლის ზომის ნაწილაკებად 5 მმ-ზე ნაკლებ ზომამდე. ეს არის მიკროპლასტიკი. ზოგიერთი მათგანის დანახვა ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე მტვერს ჰგავს. თუმცა ეს პლასტიკის მტვერი კიდევ უფრო მეტად იშლება. ნაწილაკები ხდება იმდენად მცირე, რომ მათი დანახვა ჩვეულებრივი მიკროსკოპითაც კი შეუძლებელია. ისინი 1000-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე თმის ღერი და შეიძლება იყოს ადამიანის უჯრედებსა და ბევრ ბაქტერიაზე მცირე ზომის. ეს უკვე ნანოპლასტიკია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც პლასტიკი იშლება, იცვლება არა მხოლოდ ნაწილაკების ზომა, არამედ მათი თვისებებიც. თუ 5 მმ-ის დიამეტრის პლასტიკის ფრაგმენტი დაიშლება დაახლოებით 1 მიკრომეტრის ზომის ნაწილაკებად, მათი რაოდენობა მრავალჯერ იზრდება. ერთი ასეთი ფრაგმენტიდან შეიძლება წარმოიქმნას ასობით მილიარდი მიკროსკოპული ნაწილაკი. ამავდროულად მათი საერთო ზედაპირის ფართობი მკვეთრად იზრდება.
ის შეიძლება 1000-ჯერ აღემატებოდეს თავდაპირველი ფრაგმენტის ფართობს და სწორედ ეს ზედაპირი განსაზღვრავს, რამდენად აქტიურად ურთიერთქმედებენ ნაწილაკები წყალთან, ჰაერთან, ქიმიურ ნივთიერებებთან და ცოცხალ ქსოვილებთან. გარდა ამისა, ზომის შემცირებასთან ერთად იზრდება ზედაპირული ეფექტის როლი, მათ შორის პლასტიკის ნაწილაკების უნარი, შეიძინონ და შეინარჩუნონ ზედაპირული ელექტრული მუხტი. მუხტის არსებობა ზრდის მათ ფიზიკურ ქიმიურ აქტივობას. შესაბამისად, პლასტიკის ფრაგმენტაცია ნიშნავს არა მხოლოდ მის მექანიკურ განადგურებას, არამედ მასალის გადასვლას სხვა მდგომარეობაში. შედარებით ინერტული დიდი ნარჩენებიდან უზარმაზარი რაოდენობის აქტიურ მიკროსკოპულ ნაწილაკებამდე. ასეთი ნაწილაკებისთვის ზედაპირული ურთიერთქმედება ხდება მათი ქცევის განსაზღვრელი ფაქტორი ბუნებრივ და ბიოლოგიურ სისტემებში. ამ გარდაქმნის შედეგებს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ოკეანეში უკვე არის 200 მილიონ ტონაზე მეტი პლასტიკის ნარჩენი და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ითვლებოდა, რომ ოკეანე იყო პლასტიკის დაგროვების საბოლოო დანიშნულების ადგილი და ერთგვარი გლობალური ნაგავსაყრელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ შუალედური რეზერვუარია. მეცნიერთა ვარაუდით, ზღვის ნიავს ყოველწლიურად ნაპირზე 136,000 ტონამდე მიკროპლასტიკი გამოაქვს, რაც დღეში 370 ტონაზე მეტია. სწორედ ამიტომ სანაპირო ზოლის მაცხოვრებლები პირველები განიცდიან ამ ზემოქმედების სიმძიმეს. დღეს მსოფლიო ოკეანეში 5 ეგრეთ წოდებული ნაგვის კუნძულია. თუმცა განსაკუთრებით საგანგაშოა სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაში, რომელსაც მეცნიერები უკვე მე-6 ნაგვის კუნძულს უწოდებენ. სხვებისგან განსხვავებით ის უხილავია, რადგან ძირითადად მიკროპლასტიკისგან შედგება. ამ რეგიონში მიკროპლასტიკის კონცენტრაცია ზედაპირულ წყლებში 4-ჯერ მეტია, ვიდრე წყნარი ოკეანის ეგრეთ წოდებული ნაგვის დიდ კუნძულზე, რაც პრობლემას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებისთვის. თუმცა, პლასტიკის გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ სანაპირო რეგიონებით. ატმოსფეროში ასვლის შემდეგ საჰაერო დინებებს მიკრო და ნანოპლასტიკი ხმელეთის სიღრმეში 1000 კილომეტრზე გადააქვთ, სადაც ისინი წვიმისა და თოვლის სახით ილექება. მაგალითად, მიკროპლასტიკის ატმოსფერული ნალექები დაფიქსირდა საფრანგეთის პირენეების მთიან რეგიონებში. მსგავსი სურათი შეიმჩნევა ალპებიდან არქტიკამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიკრო და ნანოპლასტიკი არსებობს არა მხოლოდ აქტიური ეკონომიკური საქმიანობის ზონებში, არამედ იმ ადგილებშიც, რომლებიც ტრადიციულად ხელუხლებლად მიიჩნეოდა. წვიმისა და თოვლის სახით ხმელეთზე დალექვისას ეს ნაწილაკები გროვდება ტყეებში, მცენარეებზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ნიადაგში. იქ ისინი ურთიერთქმედებენ მცენარეთა ფესვთა სისტემებთან. მიკროპლასტიკი ნაპოვნია ბოსტნეულში, ხილსა და მარცვლეულში, შემდეგ კი საკვების საშუალებით ხდება ფერმის ცხოველების ორგანიზმში და ფიქსირდება რძესა და ხორცში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლასტიკი უკვე ჩაშენებულია კვების ჯაჭვში. კვლევები აჩვენებს, რომ მიკროპლასტიკს ასევე შეუძლია შეამციროს ფოტოსინთეზი მცენარეებში, რაც მიუთითებს მოსავლიანობის პოტენციურ დანაკარგზე დაახლოებით 4-დან 14%-მდე ძირითადი კულტურებისთვის გლობალური მასშტაბით. თევზებსა და ხმელეთის ცხოველებში მიკრო და ნანოპლასტიკი დაკავშირებულია ანთებასთან, ქსოვილების დაზიანებასთან, მეტაბოლურ დარღვევებთან და ორგანოების დისფუნქციასთან. ეს აღარ არის მხოლოდ საკვების ხარისხის საკითხი, ეს არის სურსათის უსაფრთხოების საკითხი. შესაბამისად, მიკრო და ნანოპლასტიკი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ნარჩენების ლოკალური პრობლემა, არამედ როგორც ახალი ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორი პლანეტარული მასშტაბით. ამ მხრივ მიკროპლასტიკის პრობლემა სცილდება ნარჩენების მართვის ფარგლებს და საჭიროებს გადაჭრას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გარემოს მდგრადობისა და, როგორც მოგვიანებით მოვისმენთ, პოტენციური კლიმატური რისკების პოლიტიკის ფარგლებში. დიდი მადლობა და სიტყვას კვლავ ჯონანს ვუბრუნებ. გმადლობთ. გმადლობთ. მაშასე მიკრო და ნანოპლასტიკი ყველგანაა, საკვებში, რომელსაც მივირთმევთ, წყალში, რომელსაც ვსვამთ და ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ.
სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას ამ ნაწილაკებს შეუძლიათ მთელ სხეულში ცირკულირება. ისინი აღმოჩენილია მრავალ ქსოვილსა და ორგანოთა სისტემაში, მათ შორის ღვიძლში, თირკმელებში, გულსა და სისხლძარღვებში, პლაცენტასა და დედის რძეში, როგორც ეს შეჯამებულია ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ ბოლო მიმოხილვაში. ეს ნაწილაკები ასევე შეიძლება დაგროვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ფილტვებში, ენდოკრინულ და რეპროდუქციულ ორგანოებში, სადაც ასეთი დაგროვება დაკავშირებულია ნორმალური ბიოლოგიური ფუნქციის პოტენციურ დარღვევასთან. როგორც ადამიანს, რომელსაც ქიმიური ინჟინერიაში 200 წლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, ეს მტკიცებულებები ღრმად მაშფოთებს. მიკრო და ნანოპლასტიკი ადამიანის ორგანიზმში უწყვეტად აღწევს საკვების, კანთან კონტაქტისა და შესუნთქვის გზით. ამ ნაწილაკების ზემოქმედება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ გზებს შორის შესუნთქვა შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო იყოს. აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანმა, რომელიც დროს გარეთ ატარებს, წელიწადში შესაძლოა მილიონამდე მიკროპლასტიკის ნაწილაკი ჩაისუნთქოს. ბოლო აღმოჩენები ვარაუდობს, რომ ჩასუნთქვისას პლასტიკის ნაწილაკები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ზედაპირული მუხტი აქვთ, შესაძლოა ყნოსვის ნერვის მეშვეობით გადაადგილდნენ ტვინისკენ, სადაც უკვე დაფიქსირდა მათი გაზომადი კონცენტრაციები. ბოლო კვლევაში შესწავლილ ორგანოებს შორის მიკრო და ნანოპლასტიკის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ ტვინის ქსოვილში დაფიქსირდა. იქ დონე 7-დან 30 ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ღვიძლში ან თირკმელებში. ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საშუალო ასაკის ადამიანებში ტვინის ქსოვილის თითოეული გრამი შეიცავს დაახლოებით 4900 მიკროგრამ პლასტიკს, რაც წონის დაახლოებით 0.5%-ია. აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს შეადგენს დაახლოებით 7 გრამს, რაც პატარა პლასტიკის კოვზის წონის ტოლფასია. აქ მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა ბავშვებისთვის, რადგან მათი სხეულის ნაკლები მასა და ჰაერის, სითხისა და საკვების მეტი მოხმარება, მათ წონასთან შედარებით, იწვევს პლასტიკის ნაწილაკების მნიშვნელოვნად მაღალ ზემოქმედებას თითოეულ კილოგრამზე, ზოგიერთი შეფასებით 4-ჯერ მეტს, ვიდრე მოზრდილებში. ეს გვიბიძგებს კითხვისკენ, არის თუ არა ამ ნაწილაკების შინაგანი დაგროვება დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე გაზომად ეფექტთან. ევროპის ნევროლოგიის აკადემიის თანახმად, სანაპირო ზოლის მაცხოვრებლებს შორის, სადაც მიკრო და ნანოპლასტიკის უფრო მაღალი დონეა, გამოვლინდა ფუნქციური დარღვევების გავრცელების ზრდა, მათ შორის 9%-ით მაღალი კოგნიტური დაქვეითება, 6%-ით მაღალი მობილობის შეზღუდვა, 16%-ით მაღალი თვითმომსახურების უნარის შეზღუდვა და 8%-ით მაღალი დამოუკიდებელი ცხოვრების უნარის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიგნებები პირდაპირ მიზეზ შედეგობრიობას არ ადგენს, ეს კავშირები ემთხვევა ახალ მექანისტურ მტკიცებულებებს და მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაწილაკებს შეუძლიათ მიაღწიონ ტვინს, გამოიწვიონ ნეიროანთება და დაარღვიონ უჯრედული ჰომეოსტაზი. მაგრამ მიკრო და ნანოპლასტიკის პოტენციური გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ თავად ნაწილაკებით. ფიზიკური არსებობის გარდა, მათ შეუძლიათ დამატებითი რისკები შექმნან, რადგან მათ გადააქვთ ქიმიური დანამატები, მათ შორის ფტალატები, ბისფენოლები და პოლიბრომირებული დიფენილ-ეთერები. მხოლოდ 3 ასეთი დანამატით გამოწვეული ზიანი ჯანმრთელობაზე 2015 წელს $1.5 ტრილიონად შეფასდა. გაითვალისწინეთ, რომ პლასტიკის წარმოებაში გამოიყენება 16,000-ზე მეტი ქიმიური ნაერთი, რომელთაგან ბევრი არ არის ყოვლისმომცველად შეფასებული ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ეფექტის მხრივ. ქიმიური დანამატების გარდა, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ბიოლოგიურ ზემოქმედებას, არის ზედაპირული მუხტი. პლასტიკის ნაწილაკები იძენენ და ინარჩუნებენ მუხტს ჰაერში ხახუნის შედეგად, ტრიბოელექტრული ეფექტი, ან ბიოლოგიურ სითხეებში იონების აბსორბციით. ზედაპირული მუხტი აძლიერებს ურთიერთქმედებას ამ ნაწილაკებსა და უჯრედებს, ორგანელებსა და ბიომოლეკულებს, როგორცაა დნმ და ცილები შორის. რაც უფრო პატარაა ნაწილაკი, მით უფრო ძლიერია ზედაპირზე დაფუძნებული ურთიერთქმედება, რაც პოტენციურად აძლიერებს მათ ბიოლოგიურ გავლენას. მნიშვნელოვანი შედეგი ვლინდება მაშინ, როდესაც ნაწილაკი ბიოლოგიურ სითხეში ხვდება. კვლევების თანახმად, მიკრო და ნანოპლასტიკის სწრაფად იფარება ცილებით, ლიპიდებითა და სხვა ბიომოლეკულებით, რაც ქმნის ეგრეთ წოდებულ ეკოკორონას.
ბიომოლეკულები გროვდებიან სისხლის მიმოქცევაში მყოფი ნაწილაკების გარშემო და ქმნიან ამ კორონას. ეს მოლეკულური გარსი ცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამს ნაწილაკს უჯრედი და იმუნური სისტემა. ნაცვლად იმისა, რომ ისინი მხოლოდ უცხო სხეულებად იქნან იდენტიფიცირებულნი, ისინი იძენენ ახალ ბიოლოგიურ იდენტობას. შედეგად უჯრედებს შეუძლიათ მათი ბევრად უფრო მარტივად შთანთქმა. კვლევები აჩვენებს, რომ ნანოპლასტიკს შეუძლია გადალახოს ორგანიზმის რამდენიმე საკვანძო დამცავი ბარიერი, ნაწლავური ბარიერი, ფილტვის ბარიერი, ჰემატოენცეფალური, ტვინის ბარიერი და პლაცენტარული ბარიერი. ქსოვილებში მოხვედრის შემდეგ ეს ნაწილაკები ადვილად არ გამოდიან ორგანიზმიდან და შესაძლოა იქ დიდი ხნით დარჩნენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გაზარდონ ვირუსების სტაბილურობა. ვირუსები dzlierად ეკვრიან პლასტიკის ნაწილაკებს. ზოგიერთ ექსპერიმენტში ვირუსული დოზის თითქმის 99% მათ ზედაპირზე იყო მიწებებული. ვირუსები, რომლებიც ჩვეულებრივ სწრაფად კარგავენ სიცოცხლის უნარიანობას, პლასტიკის ზედაპირზე შესაძლოა რამდენიმე დღის ან ერთი კვირის განმავლობაშიც კი დარჩნენ აქტიურნი. ამგვარად, პლასტიკი მოქმედებს როგორც ვირუსების გადამტანი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს მათი პირდაპირი ბიოლოგიური ეფექტი. დამუხტულ ნანოპლასტიკს შეუძლია დაარღვიოს უჯრედული პროცესები, რომლებიც აუცილებელია უჯრედის გადარჩენისთვის. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უჯრედშორის სიგნალებზე, გააქტიურონ უჯრედის სიკვდილის, აპოპტოზის, გზები და დააზიანონ მიტოქონდრიული ფუნქცია, რაც პირდაპირ აისახება უჯრედის მიერ ენერგიის გამომუშავებაზე. ამ თემაზე უფრო ვრცლად სასაუბროდ ვიწვევ ბატონ ალექსანდრე მასნის. ბატონი მასნი არის ბიოქიმიკოსი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ინფორმატიკის მაგისტრი და ალატრაქტს გლობალური კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საკონსულტაციო და კვლევითი საბჭოს წარმომადგენელი. ბატონო მასნი, თქვენ სიტყვა. გმადლობთ. დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ თემაზე საუბარი. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის ცნობილი ნანოპლასტიკის ნაწილაკების მოქმედებისა და მათი ელექტროსტატიკური მუხტის თვისებების შესახებ ცოცხალი უჯრედის შიგნით. როგორც დოქტორმა ანმა უკვე აღნიშნა, დღეს არსებობს მრავალი მტკიცებულება ტვინში ნანოპლასტიკის შესაძლო დაგროვების შესახებ. მაგრამ რა ხდება იქ უჯრედულ დონეზე, ნეირონების შიგნით? ამის უკეთ დასანახად, ჩვენ ვნახავთ მოკლე ანიმაციას, რომელიც სქემატურად გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ნანოპლასტიკის ნაწილაკების ელექტრონულ მუხტს გავლენა მოახდინოს ცოცხალ უჯრედებზე. მოდით, შევხედოთ ნეირონულ სიგნალებს. თითოეული ნეირონი მუშაობს როგორც პატარა ბატარეა. ის ინარჩუნებს მცირე განსხვავებას ელექტრულ პოტენციალში უჯრედის შიდა და გარე ნაწილებს შორის. ეს საშუალებას აძლევს მას სწორ დროს გაგზავნოს სიგნალები. მასში არსებულმა დამუხტულმა ნანოპლასტიკის ნაწილაკებმა თავის მხრივ შესაძლოა დაარღვიონ ეს ბალანსი, რის გამოც ნეირონი იწყებს არაწესრიგებულად ქცევას, აქტიურდება ძალიან ადრე, ან ვერ ახერხებს სიგნალის გაგზავნას საჭირო დროს. თუ ეს განმეორებით ხდება, ნეირონებს შორის კომუნიკაცია ნაკლებად სუსტი ხდება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მთლიანი ნერვული ქსელების ფუნქციონირებაზე. თითოეული ნეირონი გარშემორტყმულია მემბრანით, რომელიც შეიცავს პატარა კარიბჭეებს, ეგრეთ წოდებულ იონურ არხებს. როდესაც ნეირონს სჭირდება სიგნალის გადაცემა, ზოგიერთი ეს არხი იხსნება, რაც საშუალებას აძლევს დამუხტულ ნაწილაკებს, იონებს, სწრაფად შევიდნენ უჯრედში ან გამოვიდნენ მისგან. პლასტიკის ნაწილაკებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ იონური არხების ნორმალურ მუშაობას. რადგან მათ აქვთ ელექტრული მუხტი, მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება ამ არხებთან და მათი სტრუქტურის ოდნავ შეცვლა. შედეგად, არხები შესაძლოა არ გაიხსნას მაშინ, როცა საჭიროა, ან პირიქით იმაზე დიდხანს დარჩეს ღია, ვიდრე აუცილებელია.
inflammation and even programmed cell death, apoptosis. ეს არღვევს ზუსტ ელექტრულ სიგნალიზაციას, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მიკრო და ნანოპლასტიკის უნარი, გავლენა მოახდინოს უჯრედის შიგნით არსებულ მიტოქონდრიებზე. მიტოქონდრიებს ხშირად უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებს უწოდებენ. ისინი აწარმოებენ ენერგიას, რომელიც უჯრედს სჭირდება ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ისინი ასევე არეგულირებენ მეტაბოლიზმს, უჯრედების ზრდას, დაყოფას და უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილსაც კი აპოპტოზს. მათი მცირე ზომისა და მუხტის გამო ნანოპლასტიკის ნაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ უჯრედებში და მიაღწიონ მიტოქონდრიებამდეც კი. იქ მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ მიტოქონდრიის ნორმალურ მუშაობას. როდესაც მიტოქონდრიები წყვეტენ გამართულ მუშაობას, უჯრედი ვეღარ აწარმოებს ენერგიას ეფექტურად და ვეღარ ასრულებს სასიცოცხლო პროცესებს. 2025 წლის კვლევები აჩვენებს, რომ პლასტიკი ეხმარება ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის, მდგრადობის განვითარებაში, რაც იწვევს კრიზისს მედიცინაში. რატომ? იმიტომ, რომ პლასტიკი იდეალური პლატფორმაა ბაქტერიების ზრდისთვის. პლასტიკის ნაწილაკებთან კონტაქტისას ბაქტერიებმა შეიძლება გააქტიურონ ელექტრონების გადაცემასთან დაკავშირებული მეტაბოლური პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, პლასტიკის ნაწილაკები ბაქტერიებისთვის დამატებითი ენერგიის წყაროდ ერთგვარ პაუერბენკად იქცევა. ამ გზით მიღებული დამატებითი ენერგიით ბაქტერიები იზრდებიან უფრო ეფექტურად, იყოფიან უფრო სწრაფად და წარმოქმნიან მკვრივ ბიოფენებს, ბაქტერიულ ფენებს. ასეთი ბიოფენები აფერხებენ ანტიბიოტიკების შეღწევას და ინფექციების მკურნალობას უფრო ართულებენ. დაავადებათა სპექტრი, რომელიც დაკავშირებულია პლასტიკის დამანგრევალ გავლენასთან, ვრცელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს გრძელვადიანი კვლევები ადამიანებზე, ორგანოებში მიკრო და ნანოპლასტიკის არსებობა დადასტურებულია. მინდა გამოვხო დარღვევების რამდენიმე კატეგორია, რომლებიც ამჟამად განსაკუთრებით სწრაფ ზრდას აჩვენებენ. ნეირონების დაზიანება დაკავშირებულია ისეთი მძიმე პათოლოგიების განვითარებასთან, როგორიცაა ეპილეფსია, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა ნეიროდეგენერაციული დარღვევები. ადრე ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტში ამ თემაზე მუშაობისას, მე პირადად დავინახე ამ მდგომარეობების სირთულე და სოციალური გავლენა. უტრეხტის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ იმუნური უჯრედები, რომლებიც ნანოპლასტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, დაახლოებით 3-ჯერ უფრო სწრაფად კვდებიან. პლასტიკის გავლენა ასევე ასოცირდება ასთმის განვითარებასთან და გამწვავებასთან, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან, ფილტვის ფიბროსთან და სასუნთქი გზების ავთვისებიანი სიმსივნეების რისკის ზრდასთან. მიკრონაწილაკები აღმოჩენილია ათეროსკლეროზულ ფოლაკებშიც, სისხლძარღვების კედლებზე არსებულ მკვრივ ნადებში, რომლებიც ავიწროებენ ძარღვებს. მათი არსებობა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს 4-5-ჯერ ზრდის. ნანოპლასტიკის ზემოქმედებით გამოწვეულმა მიტოქონდრიულმა დისფუნქციამ და დნმ-ის მუტაციებმა შესაძლოა გაზარდოს ავთვისებიანი ტრანსფორმაციის რკიბოს ალბათობა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტიკი გროვდება სათესლე ჯირკვლებში, იწვევს ტესტოსტერონის დეფიციტს და აქვეითებს სპერმატოგენეზს. ცხოველებში ერექციული დისფუნქცია სულ რაღაც ერთ თვეში გამოვლინდა. თანაბრად შემაშფოთებელია მონაცემები ქალის ფერტილობის, შვილოსნობის შესახებ.
2025 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მიკროპლასტიკი ნაპოვნია საკვერცხის ფოლიკულურ სითხეში გამოკლეული 18 ქალიდან 14-ში. ეს ნიშნავს, რომ პლასტიკი ერევა სიცოცხლის ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, ჩასახვამდეც კი. ფაქტობრივად, ჩვენ ვაკვირდებით კოგნიტური შესაძლებლობების საერთო დაქვეითებას და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლას მთელ მსოფლიოში. შეჯამების სახით, მიკრო და ნანოპლასტიკი აღარ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ გარემოს დაბინძურების საკითხად. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს არის ჩარევა ადამიანის სიცოცხლის ფუნდამენტურ მექანიზმებში. საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, არამედ მომავალი თაობების კეთილდღეობაც. ამ თემას გააგრძელებს პროფესორი რაგუზა, რომელიც ისაუბრებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე და კიბერბავშვების კონცეფციაზე. დიდი მადლობა. ძვირფასო კოლეგებო, დღეს მაქვს პატივი წარგიდგინოთ მეცნიერი, რომლის კვლევებმაც წინ წაწია ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ რამდენად ღრმად შეაღწია პლასტიკით დაბინძურებამ სიცოცხლის საფუძვლებში. პროფესორი ანტონიო რაგუზა არის იტალიელი ექიმი, მეან გინეკოლოგი და მკვლევარი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა მიკროპლასტიკის ნაწილაკები ადამიანის პლაცენტაში. ამ აღმოჩენამ, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, გარდამტეხი მომენტი შექმნა თანამედროვე კვლევებში. პროფესორი რაგუზასა და მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ აჩვენა, რომ პლასტიკის ნაწილაკებს შესწევთ უნარი მიაღწიონ იმ ადგილებს, რომლებიც ადრე ბიოლოგიურად დაცულად მიიჩნეოდა, სწორედ იმ ადგილს, სადაც ახალი სიცოცხლე იწყება. მისმა კვლევამ ფართო საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მიგნებამ, რომ პლასტიკის ნაწილაკები შეიძლება არსებობდეს პლაცენტაში და, შესაბამისად, განვითარებად ნაყოფში, გამოიწვია ღრმა სამეცნიერო და საზოგადოებრივი შეშფოთება. იგივე მიკროსკოპული პლასტიკი, რომელიც ოკეანეებსა და გარემოში გვხვდება, ახლა უკვე განვითარებადი ადამიანის სხეულში აღმოჩენილი. გთხოვთ, მივესალმოთ პროფესორ ანტონიო რაგუზას. გმადლობთ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მირჩევნია იტალიურად ვისაუბრო. ეს ჩემი მშობლიური ენაა და მასზე აზრის გამოხატვა ბევრად უფრო მიადვილდება, მით უმეტეს, ვიცი, რომ სინქრონული თარგმანი ორგანიზებულია. სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ პლასტიკი ადამიანის პლაცენტაში არსებობს. ნება მომეცით, მცირე გადახვევა გავაკეთო. აქ ხედავთ ადამიანის პლაცენტაში ნაპოვნი პლასტიკის ფრაგმენტების ფოტოებს. ეს მცირე განმარტება აუცილებელია იმის საჩვენებლად, რომ ზუსტად იგივე პლასტიკი, რომელიც ოკეანეებსა და ზღვებშია, გვხვდება სანაყოფე სითხეში და ჩვენი შვილების ორგანიზმში. ეს ერთი და იგივე პლასტიკია, რადგან დედამიწაზე ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. როდესაც ეს აღმოჩენა გავაკეთეთ და გამოვაქვეყნეთ, ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მრავალმა მედია საშუალებამ გამოიჩინა ინტერესი. ჩვენ შემოვიღეთ ტერმინი კიბერბავშვი, რადგან ეს ბავშვები აღარ შედგებიან მხოლოდ ორგანული მასალისგან, არამედ არაორგანულისგანაც. ეს ტერმინი პოპულარული გახდა საერთაშორისო ლიტერატურაში. მოგვიანებით გაჩნდა მრავალი მტკიცებულება, რომ პლასტიკი არის საშვილოსნოსა და ნაყოფის პლაცენტის შიგნით. ჩვენ ასევე შევამოწმეთ მისი არსებობა დედის რძეში და, სამწუხაროდ, იქაც აღმოვაჩინეთ. ბევრი ორგანიზაცია შეშფოთდა, ამბობდნენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დედებმა არ უნდა აწოვონ შვილებს ძუძუ, არა. დედის რძე კვლავ რჩება საუკეთესო საკვებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის პლასტიკს შეიცავს, რადგან ხელოვნური ნარევები კიდევ უფრო მეტ პლასტიკს შეიცავს, ვიდრე დედის რძე. ასე რომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს.
ერთადერთი გამოსავალია იმ პლასტიკის რაოდენობის შემცირება, რომელსაც დედა მოიხმარს ორსულობისას. არსებობს გარკვეული მეთოდები და ქცევის წესები, რომელთა დანერგვაც ინდივიდუალურ დონეზეა შესაძლებელი პლასტიკის მოხმარების შესამცირებლად. აი აკვარელი. შესაძლოა ფოტოს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. ის შექმნილია უდიდესი თანამედროვე მხატვარ აკვარელისტის მიერ, რომელიც ნაწილობრივ ჩვენმა კვლევამ შთააგონა. მე მჯერა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებში ცოდნა არ უნდა დარჩეს მეცნიერების პრივილეგიად, ის ყველა ადამიანისთვის ცნობილი უნდა გახდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ჯვარედინი დამტვერვა ვითანამშრომლოთ ჟურნალისტებთან და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან. ეს თემა უნივერსიტეტის აუდიტორიებს უნდა გასცდეს. მას შემდეგ, რაც პლასტიკი პლაცენტასა და რძეში აღმოვაჩინეთ, დავსვით კითხვა, კონკრეტულად სად მდებარეობს ის პლაცენტაში? და ჩვენ დავადგინეთ მისი ლოკალიზაცია, როგორც ამ ფოტოებზე ხედავთ, პლაცენტის უჯრედების შიგნით, მიტოქონდრიებთან და ენდოპლაზმურ ბადესთან ახლოს. აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო ახლოს მიდის პლასტიკი მიტოქონდრიასთან, მით უფრო მეტად დეფორმირდება ეს მცირე უჯრედში და ორგანელები. მათი ფორმა იცვლება. უცნაურია, მაგრამ პლასტიკი არ შედის უჯრედის ბირთვში. ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ რჩება ის ციტოპლაზმაში, პერიფერიულ ზონაში. თუმცა თუ დახედავთ მარია მატას ამ მშვენიერ ილუსტრაციას, მარცხნივ ხედავთ უჯრედს იდეალურად ორგანიზებული ციტოპლაზმით. მარჯვნივ კი, პირიქით, არის მიკროპლასტიკით ინფიცირებული უჯრედი. მე ვიყენებ სიტყვას ინფიცირებული, რადგან პლასტიკი მიკროორგანიზმივით იქცევა. აქ შეიმჩნევა სრული ანარქია, სადაც უჯრედული სტრუქტურები სრულიად დამახინჯებულია. აქ ხედავთ თაგვებზე ჩატარებულ საინტერესო ექსპერიმენტებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მიკროპლასტიკის ზემოქმედება ცვლის ნაყოფის ზრდას. თქვენ შეიძლება თქვათ, კარგი რაგუზა, ეს ხომ მხოლოდ თაგვებია. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის, რადგან ადამიანებშიც პლაცენტაში აღმოჩენილი პლასტმასის რაოდენობა ნაყოფის ზრდის უკუპროპორციულია. სხვა სიტყვებით, რაც მეტია პლასტიკი, მით უფრო პატარაა ახალშობილი, მით უფრო პატარაა მისი ტვინი და თავის ზომა. და ეს მონაცემები ადამიანებისაა და არა თაგვების. გარდა ამისა, პლაცენტაში პლასტიკის რაოდენობა კორელაციაშია დღენაკლულობასთან, ნაადრევ მშობიარობასთან, რაც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი უბედურებაა. ამჟამად მსოფლიოში ბავშვების 10% დღენაკლული იბადება და ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების, disabilities, უმთავრესი წყარო გლობალურად. და ეს შეზღუდული შესაძლებლობები პირდაპირ კავშირშია დედის პლაცენტაში არსებული პლასტიკის რაოდენობასთან. სხვა მდგომარეობებიც, მაგალითად ქოლესტაზია, ასევე დაკავშირებულია პლასტიკთან, ისევე როგორც ნაყოფის უნარი უპასუხოს ჰიპოქსიას, ჟანგბადის ნაკლებობას. შესაძლოა არ იცით, რადგან მეანი არ ხართ, მაგრამ ბავშვის დაბადება ჰგავს სახიფათო მოგზაურობას, სადაც მათ ჰიპოქსიასთან გამკლავება უწევთ. რაც მეტია პლასტიკი პლაცენტასა და სანაყოფე სითხეში, მით ნაკლებად შეუძლიათ მათ ამ სტრესთან გამკლავება. ჰავაიში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ დრამატულად გაიზარდა პლასტიკის რაოდენობა პლაცენტებში დროთა განმავლობაში. 1960-იან წლებში, როცა მე დავიბადე, დედაჩემის პლაცენტაში პლასტიკი თითქმის არ იყო. მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეს არის ის ბიოქიმიური მექანიზმები, რომლებითაც პლასტიკი აზიანებს ადამიანს. ანთება ციტოტოქსიკურობა და უჯრედის სიკვდილი. როდესაც ეს ხდება საშვილოსნოს შიგნით, მოყვება ეპიგენეტიკური ცვლილებები, ანუ ჩვენი ცხოვრება იცვლება. პლასტიკს შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან. და ის ნამდვილად ცვლის მას. აქ ხედავთ ალცჰაიმერს, პარკინსონს. მაგრამ რაზეც განსაკუთრებით მინდა გესაუბროთ, არის სიმსუქნე. სიმსუქნე ბოლო 40-50 წლის ფენომენია. როცა ბავშვი ვიყავი, სკოლაში 400 მოსწავლიდან მხოლოდ 2 იყო მსუქანი. დღეს კი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მექსიკა, ბავშვების 30% ჯარბწონიანია. ეს არის მექანიზმები, რომლებითაც პლასტიკი ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.
ეს სლაიდი ძალიან შთამბეჭდავია, რადგან აჩვენებს, რომ გარემოში გადაყრილი პლასტიკის რაოდენობა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი წელის გარშემოწერილობის ზრდისა. პლასტიკი არის ობეზოგენის სიმსუქნის გამომწვევი. თითქმის ყველა დაავადება, რომელთა გავრცელებაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა, კორელაციაშია პლასტიკთან. ჩვენ დავინტერესდით, როგორ უწყობს ხელს პლასტმასი ადამიანის წონაში მატებას. უცნაურად ჟღერს, რადგან პლასტმასი არ შეიცავს კალორიებს. მაშ, რა არის მექანიზმი? სინამდვილეში ახსნა მარტივია. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. ხელოვნურად დავაინფიცირეთ პლასტმასით რამდენიმე უჯრედი და დავაკვირდით, რა ხდებოდა მათთან. ჩვენ დავინახეთ ზუსტად იგივე ცვლილებები, რაც ნორმალურ პლაცენტაში, ანუ იმ პლაცენტაში, რომელიც არ იყო ჩვენი ხელოვნური დამუშავების ქვეშ. ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უჯრედის ჩვენი მიკროგრაფია ეკრანზე. უჯრედის შიგნით მის ციტოპლაზმაში ისრებით მონიშნულია მრავალი სინათლის სფერო. ეს არის მიკროპლასტიკა. ნაწილაკები ერთმანეთზე ისევე იკვრება, როგორც ვირუსები ან ბაქტერიები და ისინი ყველა მსგავსი ზომით არიან. ჩვენს მიერ ნაპოვნი ნაწილაკები დაახლოებით 10 მიკრონის იყო, ამიტომ ისინი ზომით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. უჯრედი მათ ვირუსებად, ბაქტერიებად ან ანტიგენებად აღიქვამს და იწყებს გააქტიურებას, ცდილობს მათ განადგურებას. მაგრამ მას არ შეუძლია მათი განადგურება, რადგან პლასტმასი ურღვევია. შედეგად უჯრედი იცვლება და მისი ნორმალური რეაგირების უნარი ქვეითდება, რადგან მას არ შეუძლია ამ ნაწილაკებისგან თავის დაღწევა. მას არც ამ ნაწილაკების ციტოპლაზმიდან ამოღება და არც მათი განადგურება არ შეუძლია, როგორც ეს ბაქტერიებისა და ვირუსების შემთხვევაში ხდება. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უჯრედი უბრალოდ არ ცნობს ამ ნაწილაკებს. პლასტმასის ამოცნობას და მასთან გამკლავებას, სავარაუდოდ, მილიონობით წლის ევოლუცია დასჭირდება. როგორც იცით და როგორც აქ უკვე აუნიშნეთ, გარემოში ჩაყრილი პლასტმასის რაოდენობა უბრალოდ კოლოსალურია. მე არ ვარ სოციოლოგი და რა თქმა უნდა, არც ფსიქოლოგი, მაგრამ ამ საკითხის წლების განმავლობაში შესწავლის შედეგად გარკვეული იდეები გამიჩნდა იმის შესახებ, თუ რატომ ვიქცევით ჩვენ, ადამიანები, ასე სულელურად, ყველგან პლასტმას ვყრით, რითაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის გარემოს ვანადგურებთ. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებსაც ჩემს ნაშრომში ავწერ. აქ დეტალურად განხილვის დრო არ გვაქვს, მაგრამ მოკლედ, საქმე იმაშია, რომ მილიონობით წლის განმავლობაში, არა ათასობით, არა 10,000-ობით, არამედ მილიონობით, ადამიანები გარემოს მტრად აღიქვამდნენ. და მართლაც, მილიონობით წლის განმავლობაში ბუნება მტერი იყო. წარმოიდგინეთ პრიმიტიული კაცი ან ქალი, რომელიც ბორნეოს ტყეებშია გამოკეტილი, მეცნიერების გარეშე, პროცესების გაგების გარეშე, კითხვისა და წერის უუნარო. ასეთი ადამიანისთვის ბუნება საკმაოდ საშიშად უნდა მოჩანდეს. და ჩვენ ეს აღქმა შინაგანად შევითვისეთ, საკუთარ თავში ჩავინერგეთ და ამიტომ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ჭეშმარიტად დავიცვათ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო. ეს ჩემი ბოლო სლაიდია. ამ ნაშრომში პარალელს ვავლებ ოკეანის წყალსა და ადამიანის ამნიონურ სითხეს შორის. სიმეტრიები, ანალოგიები და მსგავსებები უბრალოდ გასაოცარია. მარილების, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის და ასე შემდეგ კონცენტრაცია. ეს ორი სითხე პრაქტიკულად იდენტურია. ამიტომ, როდესაც პლაჟზე პლასტმასის ბოთლს ვყრით, თითქოს პირდაპირ დედის საშვილოსნოში ვყრით. ბოლოს და ბოლოს, ყველა გარემო ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ყველანი ერთიანი, განუყოფელი ქსელი ვართ. შეგვიძლია რამის გაკეთება? დიახ, შეგვიძლია. გაითვალისწინეთ ეს. მსოფლიოში პლასტმასის ნახევარზე მეც მხოლოდ 20 კომპანია აწარმოებს. 20. მხოლოდ 20 კომპანია იღებს ზღაპრულ მოგებას და ჩვენ, ისინი, ვინც ამით არანაირ სარგებელს არ ვიღებთ, ვართ ისინი, ვინც ამ ყველაფრის საფასურს ვიხდით. ამიტომ საკანონმდებლო თვალსაზრისითაც კი ჩარევა სრულიად შესაძლებელია, თუმცა ეს ადვილი არ არის. მე მჯერა, რომ რადგან დღევანდელ სამყაროს ეკონომიკა მართავს და არა პოლიტიკა, ჩვენი პლანეტის შენარჩუნება ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი უნდა გავხადოთ.
ასეთი მექანიზმები არსებობს და მე მათ ჩემს ნაშრომში ავწერ. ისინი ყველაზე მარტივი არ არიან, მაგრამ ეს ჩვენი შანსია, შევცვალოთ სამყარო. ჩემს გამოსვლას დავასრულებ ამ სლაიდით. შესაძლოა არ იცით, მაგრამ დღეს ზღვის კუების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი პლასტიკია. გმადლობთ ყურადღებისთვის. გმადლობთ, დოქტორ რაგურსა. აქამდე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მიკრო და ნანოპლასტმასები ადამიანის უჯრედებთან და როგორ აზიანებენ მათ. ახლა განვიხილოთ, თუ როგორ ვრცელდება ამ დამუხტული ნაწილაკების გავლენა ადამიანის სხეულზე, ოკეანეებზე, ატმოსფეროსა და კლიმატურ სისტემებზე. ამ თემის უფრო ღრმად გასაანალიზებად, მინდა წარმოგიდგინოთ დოქტორ იან კარ-ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრიდან. მას აქვს დოქტორის ხარისხი დისკრეტულ მათემატიკასა და ალგორითმებში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. მისი კვლევა ფოკუსირებულია სტიქიურ უბედურებებზე, გეოდინამიკურ ცვლილებებსა და მიკრო და ნანოპლასტმასების გარემოზე ზემოქმედებაზე. დოქტორ კარა, სიტყვა თქვენ. გმადლობთ. მიკრო და ნანოპლასტმასების გავლენა კლიმატზე ამჟამად აქტიური კვლევის სფეროა. თუმცა ერთი ფაქტი უკვე დანამდვილებით ვიცით, მიკრო და ნანოპლასტმასები გავლენას ახდენენ წყლის ციკლზე. როგორ ვლინდება ეს? ჰაერში არსებული წყლის ორთქლი თავისით წვიმის წვეთებად არ გადაიქცევა. მას სჭირდება ნაწილაკები, რომელთა გარშემოთ შეიკრიბება ეგრეთ წოდებული კონდენსაციის ბირთვები. ბუნებაში ამ როლს როგორც წესი მტვრის, ზღვის მარილის, ჭვარტლის ან სხვა აეროზოლების ნაწილაკები ასრულებენ. როგორც ანამ აღნიშნა, ჰაერი ამჟამად შეიცავს ნანოპლასტმასების კოლოსალურ რაოდენობას. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ატმოსფეროში არსებული ეს პლასტმასის ნაწილაკები წყლის ორთქლის კონდენსაციის ბირთვების როლს ასრულებს. როდესაც ჰაერში მეტი ასეთი ბირთვია, წყლის იგივე მოცულობა ნაწილდება წვეთების უფრო დიდ რაოდენობაზე. ამის გამო, წვეთები თავდაპირველად უფრო პატარაა და მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმ ზომამდე გასაზრდელად, რომ საბოლოოდ წვიმად გადაიქცენ. მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც წვიმა მოდის, ის გაცილებით ექსტრემალურია, უბრალოდ იმიტომ, რომ ღრუბელმა მთლიანობაში მეტი წყალი დააგროვა. ამიტომ, თუ ნანოპლასტმასის კონცენტრაცია საკმარისად მაღალია, ის თავდაპირველად იწვევს გვალვის ხანგრძლივ პერიოდებს, რასაც მოჰყვება ძლიერი წვიმები, რამაც შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს. ნანოპლასტმასები ანალოგიურად მოქმედებენ წვეთების გაკიმის პროცესზე. ნორმალურ პირობებში სუფთა წყლის წვეთები იყინება დაახლოებით -28 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. თუმცა პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ნანოპლასტიკური დაბინძურების არსებობისას წვეთები იყინება -18 გრადუს ცელსიუსიდან -24 გრადუს ცელსიუსამდე დაბალ ტემპერატურაზე. რადგან წვიმის წვეთები იყინება მაღალ ტემპერატურაზე, სიტყვა იწყებს ფორმირებას დაბალ სიმაღლეებზე. სწორედ ამიტომ ნანოპლასტიკური დაბინძურება იწვევს სიტყვის უფრო ხშირად მოსვლას და თავად სიტყვის მარცვლების ზომაში გაზრდას. ეს სლაიდი აჩვენებს ევროპის საშიში ამინდის მონაცემთა ბაზიდან აღებულ გრაფიკებს. ისინი აჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა დიდი და ძალიან დიდი სიტყვის სიხშირე ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ იხილოთ თავად სიტყვის მარცვლების ფოტოები. გრძელვადიანი ტენდენციების გათვალისწინებით, ევროპაში დიდი სიტყვის ალბათობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დაახლოებით 20%-ით გაიზარდა 10 წლეულში. ანალოგიურად ის აჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ძლიერი ნალექების ალბათობა ევროპაში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს კატასტროფები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ნანოპლასტმასი, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ასეთი ექსტრემალური მოვლენების სიხშირის ზრდას. შეჯამებისთვის მიკრო და ნანოპლასტმასები გავლენას ახდენენ წყლის ორთქლის კონდენსაციასა და ღრუბლების წარმოქმნაზე, რაც იწვევს უფრო ინტენსიურ შტორმებს, ჯექა-ქუხილს და სხვა დამანგრეველ ბუნებრივ მოვლენებს. რადგან დამუხტული მიკრო და ნანოპლასტიკური ნაწილაკების ეფექტები არ არის გათვალისწინებული მიმდინარე მოდელებში, ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი გაურკვევლობა ამინდის პროგნოზირებასა და კლიმატის მოდელირებაში. ახლა გადავიდეთ ატმოსფეროდან ოკეანეზე. ოკეანე და ატმოსფერო ქმნის ერთ კლიმატურ სისტემას. წყალს აქვს უნიკალური უნარი, შთანთქოს უზარმაზარი რაოდენობით სითბო. შედარებისთვის, ოკეანის მხოლოდ 10 მეტრის სისქის ფენას შეუძლია მეტი სითბოს შთანთქმა, ვიდრე დედამიწის მთელ ატმოსფეროს. ოკეანე დღის განმავლობაში შთანთქავს სითბოს და ღამით გამოყოფს, რითაც ასწორებს ტემპერატურის რყევებს.
ამრიგად ოკეანე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლანეტის კლიმატის სტაბილურობის შენარჩუნებაში, მოქმედებს როგორც ერთგვარი გიგანტური ბუნებრივი კონდიციონერი. გარდა ამისა, ოკეანე ტექტონიკური ფილებიდან სითბოს შთანთქავს და ატმოსფეროში გადასცემს. ჩვენი ჰიპოთეზაა, რომ ოკეანის მასშტაბური დაბინძურება მიკრო და ნანოპლასტიკებით არღვევს ამ დახვეწილად მოწესრიგებულ გაგრილების მექანიზმს. ნანოპლასტიკური ნაწილაკები ოკეანეში სამ ძირითად ფენად არის კონცენტრირებული: ფსკერზე, ზედაპირზე და შუაში, თერმოკლინის ზონაში, სადაც ტემპერატურა და შესაბამისად, წყლის სიმკვრივე მკვეთრად იცვლება. ზედაპირული მუხტის მქონე პლასტმასის ნაწილაკები ურთიერთქმედებენ წყლის მოლეკულებთან წყალბადის ბმების საშუალებით. ეს ცვლის წყლის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, რაც, სავარაუდოდ, ანელებს სითბოს გამოყოფას ატმოსფეროში და, შედეგად, ხელს უწყობს ცხელი წერტილების შექმნას თავად ოკეანეში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ოკეანეში მიკრო და ნანოპლასტმასის კონცენტრაცია უკვე საკმარისია მისი შიდა სითბოს გაცვლაზე ზემოქმედებისთვის. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის წიაღიდან ნაკლები სითბოს გამოყოფა და ლითოსფერული ფილების უფრო ნელა გაგრილება. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ჩვენი ოკეანეების ტემპერატურა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ოკეანის დათბობის ტემპი 450%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკეანე თბება არა მხოლოდ ზედაპირზე, სადაც ის მზისგან და ატმოსფეროდან იღებს სითბოს. სინამდვილეში, შერევის გამო, ზედაპირის გათბობა მხოლოდ ზედა 700 მეტრზე მოქმედებს. თუმცა, როგორც ტემპერატურის პროფილის მონაცემები აჩვენებს, ოკეანის მთელი სიღრმე თითქმის 2000 მეტრამდე ანომალიურად თბილი რჩება დაახლოებით 2017 წლიდან. მაშ, რა არის ოკეანის ასეთი ინტენსიური დათბობის მიზეზები? ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც ახლახან განვიხილეთ, პირველი მიზეზი მიკრო და ნანოპლასტმასის კონცენტრაციაა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან ოკეანეში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და ეს მთელი პლასტმასი მიკრო და ნანონაწილაკებად იშლება. და ზუსტად იმავე პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის სტაბილურ ზრდას. ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია ჩვენთვის ევროპაში. ხმელთაშუა ზღვაში მიკროპლასტიკური დაბინძურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ის 7-ჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს და 4-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში, რომელიც ცნობილია თავისი პლასტმასის ნარჩენებით. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურება უკვე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროპაში ძლიერი ნალექების, დიდი სეტყვის, ტორნადოების და სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირის ზრდას. თუმცა ტემპერატურა და ანომალიების რაოდენობა იზრდება არა მხოლოდ ევროპაში. როგორც გრაფიკიდან ხედავთ, 2025 წელი დაფიქსირებული პერიოდის განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი წელი იქნება, მეორე ყველაზე თბილი წლის, 2023 წლის შემდეგ. ანალოგიურად, ოკეანეში შენახული სითბოს რაოდენობა, რომელსაც ოკეანის სითბოს შემცველობა ეწოდება, გაიზარდა 23 ზეტაჯოულით. პერსპექტივაში რომ შევხედოთ, ეს უდრის მთელი კაცობრიობის მიერ 37 წლის განმავლობაში გამომუშავებულ ენერგიის რაოდენობას. ტრადიციულად ეს დათბობა ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფას მიეწერება. თუმცა ბოლო წლებში დათბობის სწრაფმა ტემპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ჩვენი კლიმატის მოდელების პროგნოზებს. მოვიყვან ციტატას ნასას გოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ გევინ შმიდტის სიტყვებიდან: ჩვენ გვესმის გრძელვადიანი ტენდენციები, ისინი გამოწვეულია სათბურის გაზებით და ანთროპოგენური ზემოქმედებით. მაგრამ რაც მოხდა 2023 წელს, ეს იყო პლუს კიდევ ერთი რამ. და ეს კიდევ ერთი რამ გაცილებით დიდია, ვიდრე ველოდით ან შეგვიძლია ამჟამად ახსნათ. ეს შესანიშნავად ასახავს, თუ რამდენად დაბნეულები არიან ტრადიციული კლიმატოლოგები ჩვენი პლანეტის ბოლო დროს დაფიქსირებული სწრაფი დათბობით. როგორც ხედავთ, დათბობა 2025 წელსაც გრძელდება. ეს გრაფიკები, რომლებიც აღებულია ჟურნალ ატმოსფერული მეცნიერებების მიღწევებში 9 იანვარს გამოქვეყნებული კვლევიდან, აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის ზედაპირზე 2025 წელს ტემპერატურის რეკორდები არ დაფიქსირებულა, გრაფიკი მარჯვნივ ოკეანეში წლის განმავლობაში შენახული სითბოს საერთო რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო. ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოგენური სათბურის აირები ხელს უწყობენ დათბობის გრძელვადიან ტენდენციას, ისინი უბრალოდ ვერ ხსნიან დღეს არსებულ სწრაფ დათბობას. ეს პირდაპირ მიუთითებს კლიმატზე მოქმედი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების არსებობაზე, რომლებიც ჯერ არ არის გათვალისწინებული.
ერთი ფაქტორი, რომელიც უკვე განვიხილეთ, არის მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურება. ის სავარაუდოდ გავლენას ახდენს ოკეანესა და ატმოსფეროს შორის გაზის გაცვლაზე, ღრუბლების წარმოქმნაზე, წყლის ციკლზე და თავად ოკეანეში სითბოს გადაცემაზე. თუმცა ჩვენ არ გვჯერა, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი ხსნის პლანეტის ასეთ სწრაფ დათბობას. ჩვენი ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ დედამიწის გათბობაში თვლილის შემტანი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოდინამიკური ცვლილებებია, კერძოდ დედამიწის შიდა წიაღის გააქტიურება. ეს აძლიერებს გეოთერმულ სითბოს ნაკადს, რომელიც ათბობს ოკეანეებს ქვემოდან და შესაბამისად მთელ პლანეტას. ახლა კი ნება მომეცით სიტყვა ჯონს გადავცე, რომელიც ამ ცვლილებებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს. გმადლობთ. გმადლობთ, დოქტორ კარა. შემდეგ მე წარმოგიდგენთ ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის ანალიზს ოკეანის დათბობის ხელშემწყობი დამატებითი ფაქტორების შესახებ. დავიწყოთ ბოლოდროინდელი ტემპერატურის რეკორდებით. 2023 წლის გაზაფხულიდან 2024 წლის ზაფხულამდე ოკეანის ზედაპირის საშუალო გლობალური ტემპერატურა ყოველდღიურად არღვევდა ისტორიულ რეკორდებს. ბრიტანელმა საზღვაო გეოფიზიკოსმა, დოქტორმა რობ ლარტერმა კომენტარი გააკეთა. ეს საკმაოდ საშიშია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არც ერთი მეცნიერისგან არ მომისმენია დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ ხედავთ ასეთ ძლიერ გადახრას. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, პროცესები უფრო შორს წავიდა და უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით. წმინდა თომასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ აბრაამმა ივარაუდა, რომ ოკეანის ტემპერატურის გრძელვადიან ტენდენციებზე შეიძლება გავლენა იქონიოს აქამდე უცნობმა ფაქტორებმა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული არსებულ კლიმატურ მოდელებში. როგორც ადრე აღვნიშნეთ, მიკრო და ნანოპლასტმას შეუძლია შეცვალოს ოკეანის წყლების ფიზიკური თვისებები, ეფექტურად შეინარჩუნოს სითბო ოკეანეში. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პლასტმასი თავად არ წარმოქმნის თერმულ ენერგიას, ის უბრალოდ ზღუდავს მის გამოყოფას. ეს ბადებს ფუნდამენტურ კითხვას, საიდან მოდის სითბო? ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ოკეანის დათბობა არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ სიღრმეშიც ხდება. ნოას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ არგენტინის ღრმულში 4500 მეტრზე მეტ სიღრმეზე 2009 წლიდან 2019 წლამდე ტემპერატურა დაახლოებით 0.02 გრადუს ცელსიუსით გაიზარდა. ასეთი უზარმაზარი მოცულობის წყლის გაცხელებას უზარმაზარი ენერგია სჭირდება, დაახლოებით 4-ჯერ მეტი, ვიდრე მთელი ევროპის ძლიური ენერგიის მოხმარება. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ვედელის ზღვაში, დასავლეთ ანტარქტიდის სანაპიროსთან. იქ ზედა 700 მეტრი თითქმის მთლიანად გათბა, ხოლო 2000 მეტრზე ღრმა წყლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფად გათბა, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი შესაძლებელ სიღრმეებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მზის ენერგია დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე აღწევს და ვერტიკალური შერევის გათვალისწინებითაც კი ის იშვიათად ეცემა 700 მეტრზე დაბლა. ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მზის რადიაცია ხსნიდეს ღრმა ოკეანის დათბობას. ასე რომ ეს შემდეგ კითხვამდე მიგვიყვანს. რა არის ფაქტორი, რომელიც ღრმა ზღვას ათბობს? ზოგადად მიღებული ჰიპოთეზაა, რომ ზედაპირული წყლები თბება მზის რადიაციით და ატმოსფეროთი, ხოლო გლობალური ოკეანის ცირკულაციას ეს სითბო უფრო დიდ სიღრმეებში გადააქვს. თუმცა ჩინეთის ოკეანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ამ ახსნას. ამ კვლევაში მეცნიერებმა გამოავლინეს ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა ზღვის სითბური ტალღები. მათი დაახლოებით მესამედი არასდროს გამოჩენილა ზედაპირზე. მეორე ნახევარი მხოლოდ მათი განვითარების გარკვეულ ეტაპებზე გამოჩნდა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი მიწისქვეშა ფენებში დამალული დარჩა. თუ ატმოსფერული გათბობა ერთადერთი ფაქტორი იქნებოდა, მოსალოდნელი იქნებოდა, რომ ტემპერატურული ანომალიები თავდაპირველად ზედაპირზე გამოვლინდებოდა და შემდეგ ქვემოთ გავრცელდებოდა. თუმცა დაკვირვებები აჩვენებს, რომ ზოგიერთი თერმული ანომალია ზედაპირის დათბობისგან დამოუკიდებლად ვითარდება. ამრიგად ეს მონაცემები მიუთითებს, რომ მხოლოდ ატმოსფერული ზეწოლა სრულად ვერ ხსნის დაკვირვებულ დინამიკას და გასათვალისწინებელია ქვემოდან მომავალი დამატებითი ენერგიის შეტანა. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური წყაროა გეოთერმული სითბო, რომელიც პლანეტის წიაღიდან ოკეანის ფსკერის ქვეშ მოდის.
ეს წყარო დიდი ხანია არასაკმარისად არის შეფასებული, მაგრამ ბევრი მეცნიერი აღნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ოკეანის დინამიკასა და სითბოს ბალანსზე. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის შიგნიდან გეოთერმული სითბოს ნაკადი ხშირად შედარებით მუდმივად ითვლება, ის შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ისეთი პროცესების გამო, როგორიცაა სიღრმეში გაძლიერებული ტექტონიკური და მაგმატური აქტივობა. სეისმურ აქტივობასა და ოკეანის ტემპერატურის ანომალიებს შორის პოტენციური კავშირი აქტიური სამეცნიერო კვლევის საგანია. მრავალი ემპირიული მონაცემი მიუთითებს მათ შორის რთულ ურთიერთქმედებაზე. მაგალითად 2000 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა ტროპიკულ წყნარ ოკეანეში სეისმურ აქტივობასა და კლიმატის ცვალებადობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირზე, მათ შორის ელ-ნინიოს მოვლენებზე. 30 წელზე მეტი ხნის დაკვირვების საფუძველზე კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ელ-ნინიოს მოვლენები სისტემატურად მიჰყვება სეისმური აქტივობის ცვლილებებს, საშუალოდ დაახლოებით წელიწადნახევრის ჩამორჩენით. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა გრძელვადიან ტენდენციებშიც. დაკვირვების პერიოდში ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 0.1 გრადუს ცელსიუსით გაიზარდა, ხოლო წყნარ ოკეანეში გამოყოფილი სეისმური ენერგია გაორმაგდა. სამხრეთ მერილენდის კოლეჯის პროფესორი არტურ ვიტერიტო მსგავს დასკვნამდე მივიდა. მან გაანალიზა 4-დან 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ღრმა ზღვის მიწისძვრები გლობალურ ატმოსფერულ ტემპერატურასთან მიმართებაში. მისი გამოთვლებით, ოკეანის ფსკერის მიწისძვრების რაოდენობა შუა ოკეანის ქედებზე 1995 წლიდან გაიზარდა. ეს ქედები ქმნიან დაახლოებით 60,000 კილომეტრზე გადაჭიმულ გლობალურ სისტემას, სადაც აქტიურად ყალიბდება ახალი ოკეანური ქერქი. პროფესორმა ვიტერიტომ განაცხადა, რომ ამ ზონაში სეისმური აქტივობა კორელაციაშია გლობალური ატმოსფერული ტემპერატურის ზრდასთან 0.7 კორელაციის კოეფიციენტით. მან ასევე აღნიშნა, რომ ტემპერატურის მატება როგორც წესი მოჰყვება სეისმური აქტივობის ზრდას დაახლოებით 2 წლიანი საშუალო ჩამორჩენით. მისი ჰიპოთეზის თანახმად, შუა ოკეანური ქედების გასწვრივ სეისმური და ვულკანური აქტივობის ზრდა ზრდის ჰიდროთერმული სითბოს გამოყოფას ოკეანეში, რაც ხელს უწყობს მის გათბობას და შესაბამისად ატმოსფერული ტემპერატურის მატებას. ტექტონიკური სეისმური აქტივობის გარდა, წყალქვეშა ვულკანიზმს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს ოკეანის სითბოს ნაკადში. ამჟამინდელი შეფასებით, დედამიწაზე ვულკანური ამოფრქვევების დაახლოებით 75% ხდება წყალქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ვულკანიზმის დინამიკის შეფასება რთულია და ის ჯერ კიდევ ცუდად არის გაგებული, დაკვირვებითი მონაცემები მიუთითებს მსოფლიოს მრავალ სისტემაში აქტივობის ზრდაზე. სმითსონის ინსტიტუტის მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს წელიწადში აღრიცხული ამოფრქვევის დღეების რაოდენობის ზრდას, ლავა ხშირად ავლენს უჩვეულო მახასიათებლებს, მომატებული ტემპერატურა და სპეციფიკური ქიმიური შემადგენლობა, რომელიც დამახასიათებელია უფრო ღრმა მანტიის წყაროებისთვის. სლაიდზე გამოსახულია ბოლო 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა კვლევებში გამოვლენილი ვულკანური სისტემები, რომლებიც ავლენენ მსგავს ანომალიურ მახასიათებლებს. ევროპა არ არის დაზღვეული ამ პროცესებისგან. მაგალითად, ვეზუვის ობსერვატორია იუწყება, რომ იტალიაში, ნეაპოლში, კამპი-ფლეგრეის კალდერა გადავიდა გაზრდილი აქტივობის ფაზაში. ბოლო დროს ენერგიის გამოყოფამ გადააჭარბა 1980-იანი წლების კრიზისის დროს დაფიქსირებულ დონეს. საბერძნეთში სანტორინი კოლუმბოს ვულკანურმა სისტემამ აჩვენა განახლებული აქტივობა და ფიქსირებულია მიწისძვრების გუნდები, რომლებიც დაკავშირებულია ღრმა მაგმის მოძრაობებთან. გერმანიაში ლახერზეს ვულკანმა, რომელიც დაახლოებით 12,000 წლის განმავლობაში მიძინებულია, ასევე აჩვენა სეისმური აქტივობა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის შესაძლებლობა, რომ დედამიწის წიაღიდან ოკეანის სისტემაში გაზრდილი სითბოს ნაკადი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სეისმური და ვულკანური აქტივობის დაკვირვებულ ინტენსიფიკაციასთან. ამ კონტექსტში ღრმა გეოდინამიკური პროცესები შეიძლება წარმოადგენდეს დამატებით ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს ოკეანის ტემპერატურაზე და ირიბად ატმოსფერულ ტემპერატურაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი გეოდინამიკური აქტივობის ეს ფაზა თავისთავად მნიშვნელოვან შედეგებს იწვევს, ამჟამად ის ემთხვევა მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურების მზარდ ტვირთს, რაც პოტენციურად ზრდის პლანეტის დაუცველობას. ამ ძალების კონვერგენციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს რისკები და დამატებით იზეწოლა მოახდინოს ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე. წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები და გლობალური რისკების შეფასების სააგენტოები აფიქსირებენ სტიქიური უბედურებების ბუნების სტრუქტურულ ცვლილებას. იზრდება როგორც მათი სიხშირე, ასევე სიმძიმე. ამ ცვლილების გასაგებად განვიხილოთ ფუნდამენტური მათემატიკური კონცეფცია, წრფივი ზრდა ექსპონენციალური ზრდის წინააღმდეგ. წრფივი ზრდა ხდება ერთგვაროვნად და პროგნოზირებადად. ექსპონენციური ზრდა აჩქარებს. თავად ზრდის ტემპი დროთა განმავლობაში იზრდება, რაც წრფივ პროგნოზებს უსწრებს.
დღეს სტიქიური უბედურებები, მათ შორის შტორმები, წყალდიდობები და ხანძრები სულ უფრო მეტად ავლენს ექსპონენციურ ზრდასთან შესაბამის ნიმუშებს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ, მსხვილმა სადაზღვევო კომპანიებმა და წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუტებმა დააფიქსირეს ეს აჩქარება როგორც კატასტროფების სიხშირის, ასევე ეკონომიკური დანაკარგების მხრივ. ევროპაში დაფიქსირებული სტიქიური უბედურებების საერთო რაოდენობა, ასევე ძლიერი ნალექები, სიტყვა და ტორნადოები მსგავს ტენდენციას აჩვენებს. ეს ექსპონენციალური ტენდენცია საფრთხეების შეფასებისა და რეაგირების დაგეგმვის განსხვავებულ მეთოდოლოგიას მოითხოვს. წრფივ ვარაუდებზე აგებული ტრადიციული რისკის მოდელები აღარ არის საკმარისი. გეოდინამიკური აქტივობის ზრდის, მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურების და სტიქიური უბედურებების სიხშირის ზრდის კომბინირებული ეფექტები ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას მზარდ გამოწვევას უქმნის. ამ გამოწვევის მოგვარება რისკის შეფასებისა და მზადყოფნისადმი განახლებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს მიკრო და ნანოპლასტმასები უბრალოდ დაბინძურებაზე მეტია. ისინი ადამიანის ჯანმრთელობისა და კლიმატის სტაბილურობისთვის სისტემურ საფრთხეს წარმოადგენენ, რასაც გაზომვადი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ეს საფრთხე ორი ურთიერთგამაძლიერებელი გზით მოქმედებს და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის საფუძვლებზე ზეწოლას ახდენს. 2023 წელს ევროკავშირის ჯანდაცვაზე დანახარჯებმა 1,7 ტრილიონ ევროს მიაღწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მოსახლეზე დაახლოებით 10%-ს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯები ბოლო 10 წლეულის განმავლობაში 44%-ით გაიზარდა. მიმდინარე პროგნოზები ითვალისწინებს მოსახლეობის დაბერებას და ქრონიკული დაავადებების გავრცელების ტენდენციებს, მაგრამ ისინი არ მოიცავს მიკრო და ნანოპლასტმასთან დაკავშირებულ ახალ ტვირთს, რამაც შეიძლება დამატებითი დატვირთვა შეუქმნას ჯანდაცვის სისტემებს. ამავდროულად სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დანაკარგები იზრდება. 2009 წლიდან 2024 წლამდე საშუალო წლიური დანაკარგები 54%-ით გაიზარდა. გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი კი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან. ეს დანაკარგები ზრდის ევროკავშირის მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუტების ტვირთს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება აჩქარებს პლასტმასის დეგრადაციას, პლასტმასის დაბინძურება ამცირებს კლიმატის მდგრადობას. თითოეული ეს დინამიკა მეორეს აძლიერებს, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური ჩარჩოამ ურთიერთდამოკიდებულებას არ ასახავს. პლასტმასით დაბინძურების საკითხი ძირითადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლიმატის სტრატეგიებისგან დამოუკიდებლად განიხილება. ამის ნაცვლად საჭიროა ინტეგრირებული ჩარჩო, რომელიც მიკრო და ნანოპლასტმასის საკითხს ჯანმრთელობის, კლიმატისა და ეკონომიკური დაგეგმვის ცენტრში მოათავსებს. იმის გასაგებად, თუ რატომ რჩება ამჟამინდელი მიდგომები არასაკმარისი, სიტყვას ალექსანდრე მასნის გადავცემ. დიახ, გმადლობთ. როდესაც ადამიანები პირველად გაიგებენ, რომ მიკრო და ნანოპლასტიკები უკვე არსებობს ჩვენ სისხლში, ორგანოებსა და ტვინშიც კი, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ გამოვდენოთ ისინი ორგანიზმიდან. ბიოჰაკინგის საზოგადოებები გვთავაზობენ სხვადასხვა დეტოქსიკაციის პროტოკოლს, საკვებ დანამატებს, საუნებს და პერსონალიზებულ მეთოდებს მიკრო და ნანოპლასტიკური ნაწილაკების აღმოფხვრისთვის. თუმცა ეს მიდგომა ფუნდამენტურად არასწორია, რადგან დეტოქსიკაციის არც ერთ პროცედურას არ შეუძლია ნაწილაკების ამოღება, რომლებმაც გადალახეს ჰემატოენცეფალური ბარიერი და უკვე შეაღწიეს ორგანოს ქსოვილში. და სწორედ აქ იმალება სასტიკი ირონია. სისხლისგამწმენთ საშუალებად რეკლამირებული მეთოდები თავად იყენებენ პლასტმას, პლაზმაფერეზი, ჰემოსორბცია და ფილტრაციის მოწყობილობები დამზადებულია მისგან. ჩვენ ვცდილობთ პლასტმასის ზემოქმედების შედეგები თავად პლასტმასის გამოყენებით აღმოვფხვრათ. ეს პროცედურები ვერ აშორებს პლასტმას უჯრედებიდან. მათ არ შეუძლიათ მისი ზედაპირული მუხტის ნეიტრალიზება. მათ არ შეუძლიათ დარღვეული უჯრედში და პროცესების აღდგენა. როგორც პროფესორმა სარჯუ განატრამ განაცხადა, ორგანიზმში ამ ქიმიკატების უსაფრთხო დონე უბრალოდ არ არსებობს. ამრიგად მიზანი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდებისთვის ტოქსიკური დატვირთვის ოდნავ შემცირება, მაშინ როდესაც გარემო ყოველდღიურად აგრძელებს ჩვენი გაჯერებას ახალი ნაწილაკებით. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ამჟამინდელი გადაწყვეტილებები არაეფექტური, აუცილებელია განვიხილოთ პლასტმასის მთელი სასიცოცხლო ციკლი. შეიძლება მოვისმინოთ არგუმენტი, მოდით შევამციროთ პლასტმასის წარმოება და მოხმარება, დავაწესოთ აკრძალვები. თუმცა ამჟამად ეს შეუძლებელია. პლასტმასი ძალიან ღრმად არის ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში. დაფიქრდით, რა ჩამოიშლებოდა ამ შემთხვევაში: სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება, საკვების მიწოდების ჯაჭვები, ელექტრონიკა, მშენებლობა, მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა. სრული აკრძალვა უბრალოდ შეუძლებელია უახლოეს მომავალში და ასევე ეკონომიკურად მიუღებელი როგორც ცალკეული ქვეყნების დონეზე, ასევე მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის. პლასტმასის გადამუშავება ხშირად გამოსავალად არის შემოთავაზებული.
მაგრამ აი პარადოქსი, გადამუშავების პროცესი კიდევ უფრო მეტ მიკრო და ნანოპლასტიკურ ნაწილაკებს წარმოქმნის. გადამუშავების დროს მექანიკური სტრესის გამო, გადამუშავებული პლასტმასი მიკრონაწილაკების გამოყოფას უფრო სწრაფად იწყებს, ვიდრე პირველადი პლასტმასი იშლება. ჩვენ პრობლემას კი არ უწყვეტ, არამედ ვამძიმებთ. და აი, თავარი. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელზეც იშვიათად საუბრობენ და რომლისთვისაც ამჟამად გამოსავალი არ არსებობს. კაცობრიობამ უკვე გამოიმუშავა დაახლოებით 10 მილიარდი მეტრიკული ტონა პლასტმასი. ამ მოცულობის უმეტესი ნაწილი ამჟამად უხილავ ნაწილაკებად იშლება, რომლებიც ჰაერში, საკვებსა და წყალში ცირკულირებს და ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ასობით მილიონი ტონა საუკუნეების განმავლობაში გააგრძელებს მიკრონაწილაკებად დაშლას, მაშინაც კი, თუ ხვალ სრულად შევწყვეტ წარმოებას. მხოლოდ მსოფლიო ოკეანეებში 200 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენებია. თუმცა ოკეანის გაწმენდის ამჟამინდელი პროგრამები წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 20,000 ტონის მოპოვების საშუალებას იძლევა. ეს 0,01%-ზე ნაკლებია. ამ ტემპით ოკეანის სრულად გაწმენდას დაახლოებით 10,000 წელი დასჭირდება და ეს იმ პირობით, რომ დღესვე შევწყვეტ ახალი ნაგვის გადაყრას, რაც, როგორც გვესმის, შეუძლებელია. ასე რომ პრობლემა ექსპონენციურად იზრდება მიუხედავად იმისა, შევწყვეტ თუ არა წარმოებას. თავარი საფრთხე არ მოდის პლასტმასიდან, რომელიც ჯერ არ წარმოებულა ან არ გადამუშავებულა. ის მოდის მიკრო და ნანოპლასტმასებიდან, რომლებთანაც ერთად უკვე ვცხოვრობთ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი ამოღება, ჩვენ არ შეგვიძლია მათი გაფილტრა და მხოლოდ გადამუშავებით პრობლემის მოგვარებას ვერ შევძლებ. ამიტომ გამოსავალი პლასტმასის სრულად მოშორება კი არა, არამედ ისა, რომ ის სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მიკრო და ნანოპლასტმასებთან დაკავშირებული რისკები განისაზღვრება რიგი ფაქტორებით. ესენია ქიმიური დანამატების არსებობა, ნაწილაკების ზომა და ფორმა, მათი ზედაპირული მუხტი და მათი დეგრადაციისადმი მდგრადობა. ეს მახასიათებლები ერთად განსაზღვრავს, თუ როგორ იქცევიან და ურთიერთქმედებენ პლასტმასის ნაწილაკები ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ სისტემებთან. როგორც ჩემმა კოლეგებმა უკვე აღნიშნეს, ბიოსფეროში უკვე არსებული პლასტმასის ნაწილაკები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ეს საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. თუმცა ამჟამად არ არსებობს პრაქტიკული გზები მათი ქიმიური შემადგენლობის, ზომის ან ფორმის გლობალური მასშტაბით შესაცვლელად. თუმცა ერთი პერსპექტიული გზა, მათ ზედაპირულ მუხტზე გავლენის მოხდენა, იმსახურებს სულ მცირე, თეორიულ განხილვას. მიკრო და ნანოპლასტმასების ზედაპირული მუხტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ იქცევიან ეს ნაწილაკები ბიოლოგიურ სისტემებში. ბევრ ბუნებრივ ნანონაწილაკს, როგორიცაა მინერალური მტვერი, ზღვის აეროზოლები და თიხის ნაწილაკები, ასევე აქვს ზედაპირული მუხტი. თუმცა კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ პლასტმასის ნაწილაკების მუხტი განსაკუთრებით სტაბილურია და ავლენს ურთიერთქმედების სხვადასხვა დინამიკას. მას შეუძლია სტაბილური დარჩეს მრავალფეროვან გარემოში ჰაერიდან ბიოლოგიურ სითხეებამდე. ამ მუხტმა შესაძლოა გააძლიეროს პლასტმასის უნარი, მაგალითად შეაღწიოს უჯრედებში და გადალახოს ბიოლოგიური ბარიერები, მათ შორის პლაცენტარული და ჰემატოენცეფალური ბარიერები. გარდა ამისა, ეს მუხტი საშუალებას აძლევს პლასტმასს დაუკავშირდეს დნმ-ს, ცილებს და უჯრედის მემბრანებს, დარჩეს სხეულში, დაგროვდეს ქსოვილებში და გლობალური მასშტაბით გავლენა მოახდინოს წყლის ციკლსა და სითბოს გაცვლის პროცესებზე ოკეანეებში. ამიტომ, თუ პლასტმასის ნაწილაკების ზედაპირული მუხტის ნეიტრალიზებას ან ნაწილობრივ მაინც შემცირებას შევძლებთ ორგანიზმის მიერ მათ ბიოლოგიურ ურთიერთქმედებასა და შეწოვას შევწულდავთ. ეს თავის მხრივ შეამცირებს უჯრედების ადჰეზიას უჯრედებზე მიკროს, შეამცირებს დნმ-სა და ცილებთან შეკავშირებას, შეამცირებს ტოქსიკური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალების შეწოვას და შეზღუდავს პლასტმასის შეღწევას ბიოლოგიურ ბარიერებში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა უნდა იყოს ორიენტირებული ისეთი მეთოდების შემუშავებაზე, რომლებიც შეამცირებს ან გაანეიტრალებს მიკრო და ნანოპლასტმასის ზედაპირულ მუხტს. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული საერთაშორისო თანამშრომლობა, შესაძლოა მისი დონე შეედაროს წარსულის ისეთ დიდ სამეცნიერო ინიციატივებს, როგორიცაა ადამიანის გენომის პროექტი. ახლა კი სიტყვას იანკარეს გადავცემ. გმადლობთ. პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო კოლეგებო, პარლამენტის წევრებო. თქვენ ახლახან მოისმინეთ ნანოპლასტმასის მიერ ეკოსისტემებისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და კლიმატისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ. ახლა კი მთავარ კითხვაზე გადავიდეთ, რა გავაკეთოთ შემდეგ? რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ახლავე?
პირველ რიგში ჩვენ არ გვაქვს ერთიანი ევროპული სტანდარტები 10 მიკრონზე პატარა პლასტმასის ნაწილაკების მონიტორინგისთვის. თითოეული კვლევითი ჯგუფი იყენებს საკუთარ მეთოდებსა და კლასიფიკაციის კრიტერიუმებს. ამის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მონაცემები. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ ნანოპლასტიკის გავრცელების ყოვლისმომცველი სურათი ევროპაში. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქვეყანამ ტემპერატურა საკუთარი შკალის გამოყენებით გაზომოს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ეს სტანდარტები. მეორეც, ჩვენ ასევე არ გვაქვს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესწავლის სტანდარტიზებული პროტოკოლები. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი მეთოდოლოგია ნანოპლასტიკის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესაფასებლად. ზოგიერთი მეცნიერი სწავლობს ღვიძლზე გავლენას, ზოგი ფილტვებზე, ზოგი კი ტვინზე, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა მიდგომას იყენებს. სტანდარტიზებული პროტოკოლების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მივიღოთ სანდო და რეპროდუცირებადი შედეგები ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. მესამე, ჩვენ არ გვაქვს ყოვლისმომცველი კვლევები, რომლებიც ყოვლისმომცველად შეაფასებენ და შეადარებენ ნანოპლასტმასის გავლენას. ამ მიმართულებით დადებით ნაბიჯად მინდა გამოვყო გასულ წელს გამოქვეყნებული ჰორიზონტ ევროპის კვლევითი თემა, რომელიც მიკრო და ნანოპლასტმასების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის გაფართოებას ეძღვნება. და მეოთხე, კლიმატის კვლევებში ნანოპლასტმასის გათვალისწინების მოთხოვნები არ არსებობს. ამჟამინდელი კლიმატის მოდელები ჯერ კიდევ არ ითვალისწინებენ ამ ფაქტორს. ჩვენ ვსწავლობთ CO2-ის, მეთანის და აეროზოლების გავლენას, მაგრამ სრულიად უგულებელ ყოფთ ნანოპლასტმას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს კლიმატურ პროცესებზე. ეს ჩვენს სამეცნიერო მეთოდოლოგიაში სერიოზული ხარვეზია და, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი კლიმატური მოდელების ადაპტირება ისე, რომ ისინი სათანადოდ ითვალისწინებდნენ ნანოპლასტიკურ დაბინძურებას. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურების პრობლემის შესახებ. მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ კვლევა სულ უფრო ხშირად განიხილება სოციალურ მედიაში. 2020 წლის ევრობარომეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 94% ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ხოლო მათი 88% შეშფოთებულია მიკროპლასტმასის ზემოქმედებით. ხმელთაშუა ზღვაში მიკროპლასტიკური დაბინძურების განსაკუთრებით მაღალი დონის გათვალისწინებით, 7-ჯერ მეტი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე, მნიშვნელოვანია პროაქტიული მოქმედება. და ბოლოს, მინდა ხაზგასმით აუნიშნო, რომ ნანოპლასტიკური დაბინძურება გლობალური პრობლემაა და ევროპას მისი დამოუკიდებლად გადაჭრა არ შეუძლია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსოფლიოს ერთ ნაწილში გარემოში მოხვედრილი პლასტმასი მიკრო და ნანოპლასტმასად იშლება, რომლებიც შემდეგ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. მეორეც, იმიტომ, რომ დრო შეზღუდულია და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები უზარმაზარია. როგორც ევროპის მოქალაქეს, მსურს, რომ ჩვენმა ევროპამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მიკრო და ნანოპლასტმასის პრობლემის მოგვარებაში. შესაძლოა, ევროპელმა წარმომადგენლებმა მომავალ კლიმატის სამიტზე მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურების შესახებ გაეროს პროტოკოლი შესთავაზონ, ან ევროპის მონაწილეობით საერთაშორისო კვლევითი კოალიციის შექმნა დაიწყონ. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აუნიშნო, რომ ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა იზომება წლებით და არა ათწლეულებით. ამიტომ დროული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება 21 საუკუნის ამ გამოწვევის დასაძლევად. ახლა კი დასკვნით სიტყვას ჯონს გადავცემ. პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო კოლეგებო და პარლამენტის წევრებო. დღეს ჩვენი მსოფლიო არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგას: ჯანდაცვის სისტემებზე მზარდი დატვირთვა, კლიმატური კატასტროფების დაჩქარება და ჰაერის, წყლისა და საკვების დაბინძურება. ეს პრობლემები შეიძლება იზოლირებულ კრიზისებად გამოიყურებოდეს, მაგრამ მათ აქვთ საერთო ძირითადი ფაქტორი: მიკრო და ნანოპლასტმასი. პლასტმასის ნაწილაკები უბრალოდ ნაგავზე მეტია. ისინი რისკის გამრავლების როლს ასრულებენ, აზიანებენ ბიოლოგიურ გარემოსა და ეკონომიკურ სისტემებს. ჩვენ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პლასტმასის ნაწილაკები უკვე არსებობს ადამიანის სხეულში და გარემოში. ამ პრობლემის გადაჭრას ფუნდამენტური სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები დასჭირდება. ალატრას გლობალური კვლევითი ცენტრის სახელით.
მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონ ანდრეი კნოტეკის მიმართ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზების ინიციატივისთვის და მიკრო და ნანოპლასტმასის პრობლემისადმი ფართო საზოგადოებისა და ინსტიტუციური ყურადღების მიპყრობისთვის. დიდი მადლობა ასევე პასტორ მარკ ბერნს ამ მნიშვნელოვანი თემის მისი გლობალური ინიციატივის, სულიერი დიპლომატების, დღის წესრიგში ჩართვისთვის და ამ დისკუსიის მსოფლიოს საზოგადოებებში გაშუქებისთვის დახმარებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი პროფესორ ანტონიო რაგუზას მისი ინოვაციური კვლევისა და დღეს ჩვენთან მისი დასკვნების გაზიარებისთვის. მისი ნაშრომის წყალობით სამეცნიერო საზოგადოებამ უფრო ღრმად გაიგო ადამიანის ორგანიზმში მიკრო და ნანოპლასტმასების არსებობისა და მათი პოტენციური ზემოქმედების შესახებ. და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს და თქვენ ყველას თქვენი ყურადღებისა და ჩართულობისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც სცილდება პოლიტიკურ და ეროვნულ საზღვრებს. პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი საერთო სახლი. გმადლობთ. დიდი მადლობა. ყველას მადლობას ვუხდი თქვენი პროფესიონალური და ინფორმაციული პრეზენტაციებისთვის. ახლა კი აუდიტორიის შესაძლო კითხვების დროა. ასე რომ დარბაზში ვიყურები. გაქვთ რაიმე შეკითხვები ან კომენტარები ჩვენი პატივცემული მომხსენებლებისა და სტუმრებისთვის? ბატონ რაგუზას მინდა ერთი კითხვა დავუსვა. მან აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში პლაცენტაში ნანოპლასტმასის რაოდენობა გაიზარდა. გაქვთ რაიმე მონაცემები ამის შესახებ? დიახ, არსებობს სულ მცირე სამი საერთაშორისო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ პლაცენტაში მიკრო და ნანოპლასტმასის რაოდენობა წლების განმავლობაში თანდათან იზრდება და ეს ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. რადგან პლასტმასის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ პერსპექტივაში რომ შევხედოთ, წარმოებული პლასტმასის 90% გარემოში ხვდება. ზოგიერთი ქვეყანა უფრო კეთილსინდისიერია ვიდრე სხვები. მაგალითად, იტალია ამ მხრივ ძალიან პასუხისმგებლიანია, პლასტმასის 12%-ს ამუშავებს. თუმცა არსებობს ქვეყნები, მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლებიც საერთოდ არაფერს ამუშავებენ. ამრიგად, წარმოებული პლასტმასის მთელი რაოდენობა გარემოში ხვდება. და როგორც ადრე ვაჩვენეთ გარემო, ანუ ზღვები და ოკეანეები, მჭიდრო კავშირშია ჩვენს შინაგან ბიოლოგიურ გარემოსთან, კერძოდ პლაცენტასთან და ამნიონურ სითხესთან. რადგან ჩვენ მუდმივად ვაფრქვევთ პლასტმასს გარემოში და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ცხადია, როგორც მეცნიერულად, ასევე პრაქტიკულად, რომ პლასტმასის რაოდენობა ჩვენი შვილების სხეულში და ემბრიონებში, მათ შვილებად გახდომამდეც კი, სტაბილურად და დაუნდობლად იზრდება. გრაციე. დიდი მადლობა პასუხისთვის, პროფესორ რაგუზა. კიდევ გაქვთ რაიმე შეკითხვები? დიახ, იქით ქალბატონს, გთხოვთ, გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა და დიდი მადლობა დღევანდელი შესანიშნავი პანელური დისკუსიისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი თემის წამოჭრისთვის, როგორიცაა ნანოპლასტმასი. მე ვარ ანილა პრეტი, ჟურნალისტი ალბანეთიდან. ალბანეთი ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ გეოგრაფიულად ჩვენ ევროპაში ვართ. როგორც იცით, ალბანეთს გრძელი სანაპირო ზოლი აქვს ადრიატიკისა და იონიის ზღვების გასწვრივ. თქვენი გამოცდილებისა და ნანოპლასტმასისა და პლასტმასის ნარჩენების განადგურების გავლენის შესახებ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რა არის მინიმალური ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგან ალბანეთის მსგავსი პატარა ქვეყნებმა სიტუაციის ეფექტურად მონიტორინგისა და საკუთარ წყლებში რისკების მართვისთვის. და მეორეც, როგორ შეიძლება ამ ზომების ინტეგრირება არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაში, ჩვენს ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ხარვეზების გათვალისწინებით. დიდი მადლობა. ვინ არის მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად? დავიწყებ რამდენიმე პუნქტით. იცით, ალბანეთის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა ადრიატიკისა და იონიის ზღვებს შორის, მიკრო და ნანოპლასტმასის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. და თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად მინიმალური საჭირო ზომების შესახებ, მინდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი განხილვის კონტექსტით. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ჭეშმარიტად ერთიანი ევროპული სტანდარტები 10 მიკრონზე ნაკლები ზომის პლასტმასის ნაწილაკების მონიტორინგისთვის.
ეს უკვე კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ამ კონფერენციაზე განვიხილეთ და ვაჩვენეთ ყველა ქვეყანასთან ერთად მოქმედების გადამწყვეტი მნიშვნელობა. როგორ შეიძლება ამის ინტეგრირება ეროვნულ სტრატეგიაში? ჩვენი აზრით მინიმალური, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ახლა შეიძლება, არის მიკრო და ნანოპლასტმასის კვლევის მეცნიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. რესურსები შეიძლება მიმართული იყოს კვლევითი ჯგუფებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულია სამუშაო მეთოდების პოვნასა და ნანოპლასტმასის ზედაპირული მუხტის ნეიტრალიზაციის გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც ინვესტიციას მომავალში, ბავშვების მომავალში. ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერით და მათი წახალისებით ეძებონ პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა და არა მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა. ქვეყანას შეუძლია თავი წარმოაჩინოს არა მხოლოდ დამკვირვებლის, არამედ ლიდერის როლში ამ უახლესი კვლევისა და ნანოპლასტმასის საფრთხისგან დაცვის ტექნოლოგიების სფეროში. იმედი მაქვს, თქვენს კითხვას ვუპასუხე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც აბსოლუტურად ყველას შეუძლია, არის ცნობიერების ამაღლება. ანუ, საშუალო ადამიანსაც კი შეუძლია. ბევრ ადამიანს, შეიძლება არა ყველას, მაგრამ ზოგიერთს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია ამ უხილავი პრობლემის შესახებ. საქმე იმაშია, რომ მიკრო და ნანოპლასტიკები სიტყვასიტყვით ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ამიტომ ხალხი ფიქრობს, კარგი, ეს არც ისე დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემაა. თქვენ ნახეთ მონაცემები, თქვენ მოისმინეთ, რაზეც ვისაუბრეთ. დიახ, პრობლემა მართლაც უხილავია, მაგრამ მოდით ის ხილული გავხადოთ და ამის გაკეთება შეგიძლიათ უბრალოდ ოჯახთან საუბრით ვახშამზე. ან თქვათ, თქვენ მედიის წევრი ხართ. ანუ უბრალოდ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და გავაკეთოთ ეს, რაც შეიძლება კარგად, რადგან როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ხმამაღლას საუბრობენ, ეს ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და საბოლოოდ პრობლემის გადაჭრის პოვნას. გულისხმობ იმას, რომ ხშირად ინიციატივა ზემოდან ქვემოთ არ მოდის. ზოგჯერ ცვლილებები ქვემოდან ზემოთ უნდა მოდიოდეს. და ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ, როგორც ინდივიდებს, შეგვიძლია. სწორედ ამის დამატება მინდოდა. დიდი მადლობა. ვამოწმებ, არის თუ არა კიდევ რაიმე კითხვა. აი, ბოლო რიგში მჯდომმა ქალმა პირველმა ასწია ხელი. დიახ, გისმენთ. დიდი მადლობა. მადლობა მართლაც საინტერესო დისკუსიისთვის. ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი. განხილული ზოგიერთი გადაწყვეტის გათვალისწინებით მაინტერესებს, აქვთ თუ არა დისკუსიის მონაწილეებს რაიმე მოსაზრება პლასტმასის დაბინძურების შესახებ გლობალური შეთანხმების მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პლასტმასის დაბინძურების დასრულების შესახებ ხელშეკრულებაზე. და ამ ეტაპზე ნანოპლასტმასი იქ საერთოდ არ არის ნახსენები, მიკროპლასტმასი კი მხოლოდ ზედაპირულად არის ნახსენები. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ასეთმა ხელშეკრულებამ თქვენს მიერ წამოჭრილი ზოგიერთი საკითხის მოგვარებაში. გმადლობთ. კარგი, შევეცდები ამაზე პასუხის გაცემას. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ხელშეკრულება კარგია, რადგან სულ მცირე ის შეაჩერებს ახალი პლასტმასის ოკეანესა და ბიოსფეროში მოხვედრას. თუმცა ასევე უნდა ვთქვა, რომ რამდენადაც ვიცი, ამ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე 3 წელია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია შედეგამდე. ასე რომ, დიახ, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე მიაღწევენ რაიმე სახის წარმატებულ დასასრულს. მაგრამ წარმოვიდგინოთ, ის დამტკიცდა და ჩვენ შევწყვიტეთ პლასტმასის ოკეანეში ჩაყრა. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ნაბიჯია, მაგრამ როგორც ჯონმა და განსაკუთრებით საშამ უკვე თქვეს, ჩვენ უკვე გვაქვს პრობლემა გარემოში უკვე არსებული 10 მილიარდი ტონა პლასტმასის სახით. და ის იშლება და ეს რაოდენობა საკმარისია ჩვენთვის ბევრი პრობლემის შესაქმნელად. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება სინამდვილეში საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა გამოსავლის მოფიქრება მოგვიწევს, რა ვუყოთ უკვე არსებულ პლასტმასს. და ახლა ჩვენ არც კი გვაქვს მეცნიერული გაგება, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ამიტომ მე მჯერა, რომ ასეთი შეთანხმებები ამ ეტაპზე გარკვეულწილად ნაადრევია. თუმცა ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ საერთო ნება, რომ დავიწყოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება ამ პრობლემის გაგებასა და კვლევაში. დიდი მადლობა. შემდეგი კითხვა წითელპერანგიანი ქალისგან იყო. მადლობა. დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციული სესიისთვის. შევნიშნე, რომ ადრე თქვით, რომ მიკრო და ნანოპლასტმასების ჩვენთვის უსაფრთხო დონე არ არსებობს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ ამას ვერ გავექცევით, რაზეც თქვენ სინამდვილეში საუბრობდით.
თქვენ ასევე ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ რეალური მოქმედება სწორედ ქვემოდან ზემოთ მიმართული ინიციატივების წყალობით იწყება. ასე რომ მაინტერესებს, ვთქვათ, ქვემოდან ზეწოლა საკმარისად ძლიერია თუ არა. შეგვიძლია თუ არა ზემოთ უფრო აქტიური მოქმედების მიღწევა კანონმდებლობის, რეგულაციების, მინიმალური უსაფრთხო სრული დონეების დაწესების გზით. ფიქრობთ, რომ საბოლოოდ შევიმუშავებთ რაიმე სახის უსაფრთხო დიაპაზონს ან უსაფრთხო ზღვარს პოლიმერების სხვადასხვა ტიპისთვის. მოდით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მე დავიწყებ. როგორც თავიდანვე ვთქვი, პრობლემა ის არის, რომ თავად პრობლემა უხილავია, გესმით? ის ფიზიკურად უხილავია. უფრო მეტიც, რადგან ეს ინტერდისციპლინარული დღესწესრიგია, ის ეხება, როგორც დასაწყისში ვთქვი, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ დოგმატურ ბიბლიებს. მთელ მსოფლიოში და აქ, ამ შენობაში, ამ ბრიუსელის ბუშტში, ბევრი პოლიტიკოსია, რომლებმაც უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადეს მტკიცებებში, რომ მაგალითად კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მხოლოდ წიაღისეული საწვავის დაცვით. და წერტილი. გესმით? და თუ ახლა მათთან მიხვალთ თეორიით, რომ არსებობს რაღაც ნანო და მიკროპლასტიკა, რომლებიც. დიახ, ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ ამას ჯერ ვერავინ ამჩნევს. რა თქმა უნდა, არსებობს კვლევა, მაგრამ პრობლემა ჯერ არც ისე თვალსაჩინოა. და ამავდროულად, ეს ძირს უთხრის მათ ბიბლიებს. ისინი ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას, რადგან არსებითად ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე 1 ან 2 ათწლეულის განმავლობაში ისინი არ ეუბნებიან თავიანთ ამომრჩევლებს სრულ სიმართლეს. და ეს პროგრესული მეგობრები, როგორც წესი, უბრალოდ ცდილობენ თავიანთი ამომრჩევლის შენარჩუნებას. მათ არ შეუძლიათ ცვლილებების საჭიროების აღიარება. მე თვითონ კორპორატიული ბიზნესიდან მოვდივარ. ჩემთვის ეს მარტივია. თუ ჩვენ გვაქვს კომპანიის სტრატეგია და დრო აჩვენებს, რომ მას გარკვეული დახვეწა სჭირდება, ჩვენ მას ვიღებთ და ხვეწთ. მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური შტოსთვის, პოლიტიკური პარტიისთვის, თუ ამ მიმართულებით წახვალ და შემდეგ ყველაფრის შეცვლა მოგიწევს, ეს მათთვის დანაკარგი იქნება. ამის ახალშესაძლებლობად გამოყენების ნაცვლად, მათ უბრალოდ ეშინიათ მისი. ამიტომ ჩემი პასუხის დასასრულებლად მეშინია, რომ სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების დასარწმუნებლად ქვემოდან ზემოთ გაცილებით მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს. რადგან ევროკავშირში სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მაჟორიტარული სისტემა. ჩვენ გვაქვს 5, 6, 7, 8 პოლიტიკური ჯგუფი და თქვენ უნდა იპოვოთ უმრავლესობა მათ შორის, გესმით? ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეს საქმე შეიძლება ცოტა უფრო ადვილი იყოს. პასტორ ბენს, იქ არსებითად 2 პარტია გყავთ და ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. ასე რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საზოგადოებისთვის, რომ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ ამ საკითხზე. აი ჩემი პასუხი. გმადლობთ. კარგი. ფიქრობ, უსაფრთხოების სურებთან დაკავშირებულ კითხვას ვუპასუხებ. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაგება. საქმე იმაშია, რომ პლასტმასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე მწვავე ერთჯერად ზემოქმედებაზე. ბოლოს და ბოლოს, პლასტმასის რაოდენობა, რომელსაც ახლა შეისუნთქავთ, არც ისე დიდია. პრობლემა ის არის, რომ პლასტმასი დროთა განმავლობაში ორგანიზმში გროვდება. და სწორედ ეს არის უსაფრთხო დონეების პრობლემა. რადგან მაშინაც კი, თუ დონე დაბალია, თქვენ ყოველდღიურად ექვემდებარებით მათ ყოველი ჩასუნთქვისას და წლების განმავლობაში ისინი გროვდება და საბოლოოდ პრობლემების გამოწვევას იწყებენ. სწორედ აქ იმალება უსაფრთხო დონის განსაზღვრის მთავარი სირთულე. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე შეგვიძლია ეს დონეები იმდენად დაბალ დონეზე დავაყენოთ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში და გროვების გათვალისწინებით იტყვით, კარგი, ეს უმნიშვნელოა. მაგრამ მე იმ აზრზე ვარ, თუმცა არ მაქვს რაიმე კონკრეტული მონაცემები, რომ ასეთი დონეები იმდენად დაბალი იქნება, რომ მათი მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ასე რომ დიახ, არ მგონია, რომ ამ დროისთვის რაიმე უსაფრთხო დონე არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე არსებული სამეცნიერო ცოდნის გათვალისწინებით. კი, ვწუხარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ეს დღევანდელი ფაქტებია. დიახ, გთხოვთ, პროფესორო. არის კარგი კითხვა. თუ პლასტმასი ჩვენთვის ასეთი საშიშია, რატომ ვცოცხლობთ ჩვენ ასე დიდ ხანს, ჩვენს მამებზე დიდ ხანს და ასე შემდეგ რატომ? იმიტომ, რომ პლასტმასი არ გკლავთ თქვენ და არც ჩვენ გვკლავს.
პლასტმასი არ გუკლავს. პლასტმასი საშუალებას გვაძლევს დიდხანს ვიცოცხლოთ, მაგრამ მრავალი დაავადებით. პლასტმასმა შეიძლება გაზარდოს იმ დაავადებების რაოდენობა, რომლებითაც ჩვენ ვიტანჯებით. ჩვილებშიც კი. იმიტომ, რომ ჩვილებს ახლა ბევრი ისეთ დაავადებების დიაგნოზს უსვამენ, რომელიც აქამდე უბრალოდ არ არსებობდა. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხია: პლასტმასი არ კლავს. პლასტმასი იწვევს თქვენში დაავადებებს, მაგრამ არ გკლავთ. გმადლობთ. დიდი მადლობა. მგონი, ბოლო კითხვისთვის დრო გვაქვს. ვხედავ. იქით ქალბატონს, კი, გთხოვთ, დიახ, დიახ. ძალიან მოკლე კითხვა მაქვს. როგორც ფსიქოლოგს, თუ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩავატარებ კვლევას, რათა დავადგინო, არსებობს თუ არა კავშირი ნანოპლასტმასსა და საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის, რაც ცვლადებს მირჩევდით ასეთი კვლევისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ მე ალბანეთიდან ვარ და ამის საჭიროება დიდია. ამიტომ სურს ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა მივიღო ყოვლის მომცველი პასუხი. გირჩევთ, წაიკითხოთ ჩემს მიერ ნახსენები ანგარიში, რომელიც ჩვენი კონფერენციის საფუძველს წარმოადგენს. ამ ანგარიშში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ 100 მეტი რეცენზირებული სტატია და მათი ანალიზი. ეს დაგეხმარებათ ამ თემაზე საკუთარი კვლევის დაწყებაში და ყველა წყაროსთან მუშაობაში. მადლობელი ვიქნები, თუ ტექნიკური გუნდი ანგარიშს ეკრანზე აჩვენებს, რათა სკრინშოტი გადაიღოთ. დიდი მადლობა. მარკ პასტორ ბენს, გსურთ დასკვნითი სიტყვის თქმა? პირველ რიგში ძალიან მახარებს, რომ მიკრო და ნანოპლასტმასის საკითხი წინა პლანზე იწევს. ალატრას, მარინას და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შესანიშნავი გუნდის წყალობით, ახლახანს გავიგე ამ უზარმაზარი, რეალური პრობლემის შესახებ და ალატრას მიერ ნანოპლასტმასის შესახებ ჩატარებულმა ვრცელმა კვლევამ უკიდურესად შემაშფოთა. ძალიან იმედისმომცემია, რომ ეს შესანიშნავი, პატივცემული მეცნიერები დღეს პრეზიდიუმის შემადგენლობაში არიან და რომ ადამიანები ამ პრობლემაზე მუშაობენ. მაგრამ, როგორც ერთმა მწერალმა თქვა, სიგიჟეა ერთი და იგივე სკეთება და სხვადასხვა შედეგის მოლოდინი. ამიტომ, ჩემთვის, თქვენო აღმატებულებო, დღევანდელი ღონისძიება არის ინსტრუმენტი, რომელიც მჭირდება, რათა ეს ინფორმაცია მივაწოდო მსოფლიოს, განსაკუთრებით ამერიკის მთავრობის უმაღლეს ეშელონებს. რათა გავაგრძელო ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა მთელ მსოფლიოში, რათა ვიპოვო გადაწყვეტილებები ამ ძალიან რეალური და მზარდი პრობლემისთვის. ასე რომ, დიდი მადლობა თქვენო აღმატებულებო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. და მადლობა ალატრას შესანიშნავ მეცნიერებს, მარინას შესანიშნავ გუნდს და ასევე მსოფლიოს ყველა ადამიანს, ვინც ერთიანდება. თქვენ მეცნიერებო და ჟურნალისტებო, ეს თქვენს მთავარ პრიორიტეტად აქციეთ და ეს არის სულიერი დიპლომატია, როდესაც მზად ხართ სხვების გადასარჩენად საკუთარი რეპუტაცია გარისკოთ. და ეს ყველაფერი ჯერ არ დაბადებული ბავშვების გულისთვის. ნეირომეცნიერების, ალცჰაიმერის დაავადების კვლევისა და მიკრო და ნანოპლასტმასის ეფექტების შესახებ ამ შესანიშნავი დისკუსიის დროს მიღებული ყველა მონაცემის წყალობით, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესება. ასე რომ, დიდი მადლობა ამის ორგანიზებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ. დიდი მადლობა. ასევე უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მოწვეულ ექსპერტს მათი მართლაც ღირებული წვლილისთვის. ყველამ შევძელით დაგვენახა, რამდენად სერიოზულია ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა. ეს გლობალური გამოწვევაა. ეს ახალი ფენომენია, ახალი ელემენტი, რომლის გათვალისწინებასაც მსოფლიო არსებითად ჯერ არ არის მიჩვეული რისკების მართვისას. ეს, რა თქმა უნდა, გლობალურ კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. და ძალიან მიხარია, რომ შევძელით ამ საკითხის წამოწევა ევროპარლამენტში. მე მჯერა, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და დაგვეხმარა და, რა თქმა უნდა, მომხსენებლებს.
participating, helping out, and of course to the speakers. დიდი მადლობა. And thanks to the introductors. და მადლობა მთარგმნელებს. მადლობა.